მთელი საბჭოთა პერიოდი ჩვენ არ ქონდა საშუალება, რომ გვწოდნოდა ნამდვილი ამბები პირველ რესპუბლიკაზე, გასაგებია, იმიტომ რომ ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა ის ადამიანები აღმოჩნდნენ ემიგრაციაში და აღმოჩნდნენ საბჭოთა ხელისუფლების მთავარი მტრები და გასაგებია რომ მტრების შესახებ არაფერს არ გვასწავლდნენ, უბრალოდ ყურმოკვით ვიცოდით და ლიტერატურა უბრალოდ აკრძალული იყო, დამალული იყო და ჩვენ 1918-21 წლის ამბების აღმოჩენა დავიწყეთ მოგვიანებით, როცა 80-იან წლებში, გასულ საუკუნის 80-იან წლებში და ყველაზე მეტი ლიტერატურა მაინც წავიკითხეთ მე უკვე საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ, როცა საქართველოს დაიბრუნა დამოუკიდებლობა, აღადგინა დამოუკიდებლობა და ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, რასაც გვიმალავდნენ. იყო შემთხვევები, რომ არ გვიმალავდნენ, მაგალითად, ვინც სწავლობდა ისტორიას, მომავალ ისტორიკოსებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთი რამ მოხდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში 1918 წელს საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რამდენიმე წელი არსებობდა, არასრული 3 წელი იყო, მაგრამ მათ არ ეუბნებოდნენ მთავარ ამბებს, რასაკვირველია, რომ ეუბნებოდნენ, რომ ეს ასეთი რამ მოხდა, მაგრამ იმასაც ეუბნებოდნენ, რომ როგორც უწოდებდნენ მენშევიკები, იყვნენ საზიზღრები, მტრები საქართველოსი და სიამოვნებაში რა მოხდა, დიდხანს არ ვიცოდით და სხვადასხვა ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ალბათ ისიც არის, რომ მენშევიკების და ბოლშევიკების ვინც დაამარცხეს რუსეთის არმიის დახმარებით დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ლიდერები ერთი და იგივე პარტიას წარმოადგენდნენ, ეს იყო ასე ერქვა გრძელი სათაური ჰქონდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად, მე სხვადასხვა მიმართულებები ბევრი იყო, მაგრამ ორი ძირითადი ნაწილი დაყოფა მოხდა 1900 წლების დასაწყისში, გაიყვნენ ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ვინც იცის რუსული, იცის ალბათ, რომ ბოლშევიკი ნიშნავს უმრავლესობას, მენშევიკი უმცირესობას, თუმცა საქართველოში ასე არ იყო რუსეთისგან განსხვავებით. საქართველოში პირიქით. სიამოვნებაში მთელი საქართველო იყო სავსე მენშევიკები, ძალიან ბევრი იყვნენ მენშევიკები, ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია იყო საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ერქვათ მენშევიკები, ანუ უმცირესობა, ეს რუსეთის გავლენით. გაყოფა იცით რატომაც მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ფულის გამო და პირდაპირ დაკავშირებული ამხელა რუსეთის იმპერია, პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოსთან და თბილისთან, კერძოდ ტერორისტულ აქტთან და მძარცველობასთან, რომელიც თბილისში განხორციელდა, შეიძლება იცით ეს ისტორია, სადაც ახლა არის რკინიგზის სადგური, იდგა ძველი სადგური და იქიდან უნდა მიეტანა ძალიან დიდი თანხა თავისუფლების მოედანზე, ამჟამად თავისუფლების მოედანი მაშინ ერქვა პასკევიჩ ერევანსკის. ჩვენ გონიათ ხოლმე, რომ ერევნის მოედანი ერქვა და სიმბოლში არ ერქვა ერევნის მოედანი, ერქვა იმ გენერალ პასკევიჩის სახელი, რომელმაც 1829 წელს აიღო ერევანი. სხვებიც აიღო, მაგრამ ერევანი მათ შორის, ამიტომ მის გვარს დაემატა ტიტული ერევანსკი. მოედანს ერქვა პასკევიჩ ერევანსკი და ჩვენ შემოკლებით უწოდოდით ერევნის მოედანს. სიმბოლში ასეთი ჰუმანისტებიც არ ვართ ახლა, რომ ეროვნული მეზობელი ქვეყნის ქალაქების, დედაქალაქების სახელები დავარქვათ ჩვენს მთავარ მოედნებს. ასეთი ჰუმანურებიც არ ვართ, ასე რომ პასკევიჩის სახელი ერქვა. მოკლედ იმ მოედანზე იყო ბანკი, ის შენობა ახლაც დგას, შეიძლება იცით. და იმ ბანკში მიქონდათ ფული, ძალიან დიდი ფული, უზარმაზარი თანხა იმ პერიოდისთვის და იცოდნენ, რა თქმა უნდა, და განახორციელეს მაშინდელმა რევოლუციონერებმა თავდასხმა და ეს უზარმაზარი თანხა გაიტაცეს. ბევრი მსხვერპლი მოყვა სამწუხაროდ იმ თავდასხმას. პირდაპირ დღისით მოხდა პირდაპირ ამ მოედანზე და მაშინ მოქონდათ სპეციალური ეტლებით ეს თანხა და იმ თანხის გაყოფის მოყვა პარტიის გაყოფა. ნაწილმა თქვა ამ პარტიის, რომ ეს არის კრიმინალური ფული, ანუ კრიმინალური გზით მიღებული ფული და არ შეიძლება რევოლუცია და ლამაზი და ულამაზესი იდეები ამ ფულით შევქმნათ და ავაშენოთ მომავალი და ამიტომ უარი თქვეს ნაწილმა. ნაწილმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რევოლუცია იმდენად მნიშვნელოვანია და ხალხთა თანასწორობის იდეა და სოციალიზმის იდეა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სულ ერთი რანაირ ფულს გამოიყენებ. ასე მოხდა გაყოფა ამ პარტიის ლონდონში ტარდებოდა ეს და გაიყვნენ ბოლშევიკები და მენშევიკები. ჩვენი მენშევიკები აღმოჩნდნენ იმ მათ შორის, ვინც თქვა, რომ ამის გამოყენება არ შეიძლება და ლენინი ყავდათ ასე, ლენინმა თქვა, როგორ არ შეიძლება, რა პრობლემაა? და ისინი გაიყვნენ, მოკლედ იმ შეხვედრაზე, იმ ყრილობაზე ისინი იყვნენ მეტრები. ამიტომ იმათ დაეწოდათ ბოლშევიკები, თორე საქართველოში ასე არ იყო. რადგან რევოლუცია ვახსენეთ, მოგახსენებთ, რომ რევოლუციური იდეები არა მხოლოდ საქართველოს და რუსეთის იმპერიაში, მე-19 საუკუნეში მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ერქვა, ოღონ არა სოციალიზმი, არამედ სოციალიზმი, სიტყვიდან ცოცვა.
რომ იდეა ის იყო, რომ დაცოცავდა ეს იდეა, გადასარევი მომხიბვლელი იდეა იყო, რომ ყველანი თანასწორები ვიქნებოდით, ყველანი ბედნიერები ვიქნებით და თავისუფალ რუსად არ მოეწონება ეს იდეა და ბუნებრივია უამრავ ადამიანმა აიტაცა და უამრავი ადამიანი იყო მომხრე, მათ შორის საქართველოში. მაგრამ ისე მოხდა, რომ საქართველოში განსაკუთრებით ბევრი მომხრე ყავდა გურიაში. გურიაში არ იყო ოჯახი, სადაც არ ყავდათ რევოლუციონერი. ასეთი ოჯახი არ იყო. და თითო ოჯახში ყავდათ რამდენიმე რევოლუცია, ასეთი ოჯახებიც იყო და ოღონდ სხვადასხვა პარტიებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ კულტურა იყო გაცილებით მაღალი დღევანდელისგან განსხვავებით და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მთელ საქართველოში, გურიაში განსაკუთრებით მართავდნენ ძალიან ხშირად დიალოგებს, დისკუსიებს და კამაც ეს იყო საჯარო, რამდენიმე 1000 ადამიანი ესწრებოდა ხოლმე და იხილავდნენ საჯაროდ პლატფორმებს, პოლიტიკურ იდეებს, პროგრამებს და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ფუფუნება აღარ აქვს მოგიხსენებათ არჩევნები რომ მოდის, სხვა კრიტერიუმით ვირჩევთ ხოლმე ადამიანებს. ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია, ზოგი ლამაზია, ზოგი არ არის ლამაზი და ხმასაც იმის მიხედვით ვაძლევთ, ვინ მოგწონს სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო და არა მათი პროგრამების, მათი პოლიტიკური პლატფორმების და იდეების გამო და 100 წლის წინ ჩვენ სხვა ხალხი ვიყავით, იმიტომ რომ ვინც პოლიტიკაში იყო ჩართული და ვინც ქმნიდა მაშინ პოლიტიკას, ისინი იყვნენ ძალიან განათლებული ხალხი, ეს იყო ხალხი, რომელსაც არამხოლოდ რუსეთში, ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღეს განათლება და სხვა შორის პირველი პრეცედენტი შეიძლება იცით, სანამ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი, ჩვენ გავიარეთ გენერალური რეპეტიცია. სხვა შორის მარქსისტებს, ეს მარქსის მოძღვრებიდან დაიწყო, მარქსი და ენგელსი იყო, მაგრამ მარქსი განსაკუთრებით პოპულარი იყო. მარქსის გამო მარქსისტებს საქართველოში უწოდებდნენ პრასისტებს. შეიძლება იცით, ელდა შენგარიას ფილმში არის შერეკილებში ეს ფრაზა, რომ დავალებას აძლევს, ეს წამოიღე, ის წაგდა. პრასი არ გინდა, თუ პრასი ჩვენ გვაქვს. აი მაშინ და საქართველოში ამბობდნენ, რომ მარქსისტებს პრასი აქვს და განჩე არ აქვს და ამიტომ უნდა დამხობა არსებული რეჟიმის, ამიტომ მარქსისტებს უწოდებდნენ პრასისტებს. პრასი ნახდათ ქონდათ და პრასი და ბალახი ხო ისე ჩვენ ბევრი გვაქვს და მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში ნაირ-ნაირი. თუ მექნება დრო დინოზავრების ამბავშას მოგვიყევით, რატო ცხოვრობდნენ დინოზავრები მხოლოდ იმერეთში, ამოხსენი ეს და ეს საიდუმლო და დრო თუ გექნება, მე შეკითხების დრო ხო გექნება. და გამახსენე დინოზავრების ამბები და მაგასაც მოგვიყევით. გენერალური რეპეტიცია იყო გურიაში, შეიძლება ბევრმა არ იცით, იმიტომ რომ ამასაც დიდხანს გვიმალავდნენ, რომ გურულებმა 1905 წელს გადაწყვიტეს, რომ რუსეთის დამპალი იმპერია და ძილგამომპალი და საზღვარი და სასტიკი არ არის მართი საკადრის, იმიტომ რომ გურიაში არ იყო სოფელი, სადაც არ იყო ეგრეთ წოდებული ქოხსამკითხველო. ყველგან მთელს გურიაში იყო ქოხსახმკითხველები და ბიბლიოთეკები და ისეთი განათლება მიიღეს გურულებმა, რომ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს. რატო უნდა ყოფილიყო განათლებული გურია ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის ნაწილი? და 7 თვე გურიამ გამოაცხადა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა, შექმნეს გურიის რესპუბლიკა, აირჩიეს თავის პრეზიდენტი, თავის პარლამენტი და მთელს დედამიწაზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალებს არამხოლოდ იმის ხმა ჰქონდათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მიეცათ, არამედ თვითონ ყოფილიყვნენ გურიის პარლამენტში არჩეულები. მათ გურულებმა დაასწრეს ახალზელანდიელებსაც და ბელგიელებსაც. ეხლა თქვენ რომ შეხვიდეთ ინტერნეტში, რამდენიმე ქვეყანა არის პრეტენდენტი და კანდიდატი, ვინ იყო, ვინ დაასწრო ამ ხრივ, ესე იგი ქალების უფლებების ხრივ დანარჩენ სოფლიოს. შემდგომში გურულებმა დაასწრეს ყველას. ყველა შეძლებთ ინტერნეტში, აგერ გეტყვით, ვერავინ ვერ აჯობა გურულებს. 7 თვე მოიგეს ბრძოლა, ცნობილი ბრძოლა ნასაკირალის და დაამარცხეს რუსეთის იმპერია. დაამარცხეს ისე, როგორც ესე იგი ეს არის მთავარი გასაღები, როგორ დავამარცხოთ რუსეთის იმპერია. გაერთიანდნენ გურულები. შეიძლება იცით, ეხლა ვინც გურული ხართ, შეიძლება იცით, ეს უნიკალური ამბავია. ამ ბრძოლის წინ, ნასაკირალის ბრძოლის წინ, 3 ლიდერი ყავდათ მთავარი გურულებს, რომლებიც გაერთიანდნენ. პოლიტიკური ლიდერი იყო ბენია ჩხიკვიშვილი, იგივე ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ლეგენდარული გურის სულ ახალგაზრდა იყო, 24 წლის იყო, რომ გახდა რესპუბლიკის გურიის პრეზიდენტი. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია მსოფლიოს ისტორიაში. ეს იყო პოლიტიკური ნაწილი, მეორე ნაწილი იყო გურიის ტყეები, ამ დროს სავსე იყო ფინალებით, შეიძლება იცით, რომ რუსეთის არმიაში გაწევა იყო კატასტროფა, მიყავდათ ძალიან ბევრი წლით. ის სიმღერა რომ ზესტაფონდა რომ კაცი მეყავდა 7 წელი რომ ვერ გნახო, ვენახს რომ 7 წელი იყო მინიმუმი, 25 წლამდეც კი იყო. ანუ 25 წელი და მე რამდენი ხელა, მაშინ ხო არ იყო ამ ხელა სიცოცხლე, ან ყველასთვის ხო ძელი არ იყო სიცოცხლე. 25 წელი რომ დამპყრობელი ჯარში გაატარებ, რაღა დაგჭირდა შენი იმ ვენახისთვის, არაფერი. ამიტომ პროტესტანტები ბევრი იყვნენ გურიაში და ტყეები ბევრი ჰქონდათ და გარბოდნენ ტყეში და
ასე გაჩნდნენ ფირალები. სიამოვნებაში ეს პოლიტიკური პროტესტანტები იყვნენ, მათ მოილაპარაკებდნენ პოლიტიკური ლიდერები გურიის და ბენიეთ შხიკვიშვილი და მათი ლიდერი სავსე იყო გურიის ტყეები. სხვა შორის რუსებმა ესე წაკითხული მაქვს, აქედან უგზავნიან მას ნებართვას იმპერატორს, რომ ვერ მოვაგვარეთო ფირალების საკითხიო, ტყეებში სავსეა გურიის ტყეები. და ერთ-ერთი გამოსავალი გვჩება, რომ ტყეები გადავწვათ. მეტი ვერ მომიფიქრეს, იმიტომ ვერაფერს ვერ უშევდნენ გურულ ფირალებს და მათი ლიდერი იყო დათიკო შევარნაძე, მისი ფოტოებიც არსებობს, მე მგონი შევხვდება ეხლა და გაჩვენებთ. დათიკო შევარნაძეს მოელაპარაკა როგორც გურიის ტყეების ლიდერს, ეს იყო მეორე, ესე იგი შტო, როგორ შეთანხმდნენ ქართველები, როგორ დაამარცხეს რუსეთს. და მესამე ის იყო კულტურული ნაწილი. ანუ ყველაზე კულტურული იყო, აი გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ ანზორ ერქომაიშვილი, ჩვენი სახელოვანი ბოტმარი და შესანიშნავი ადამიანი. აი მისი ბაბუა იყო დასავლეთ საქართველოში, იცით ბაბუა ქვია, თქვენ უმიზნებთ. და ფინელებს ყავდათ ასეთი სნაიპერი, ახლა სნაიპერები, ახლა მაგან სნაიპერებზე გინათ. მეორე მსოფლიო ომის დროს სიმო ჰაიაჰა, ასეთი ფინელი სნაიპერი იყო, რომელმაც რამდენიმე ათასი ისეთი მაგარი სნაიპერი იყო, რამდენიმე ათასი ოკუპანტი, რუსი ოკუპანტი რუსეთ-ფინეთის დრონს მოკლა. მაგრამ ძალიან მაგარი სნაიპერი იყო, ჰელსინკიდან არტყავდა კრემლში პირდაპირ, მოსკოვში ხოცავდა ხალხს. და რომ დამთავრდა ომი, მე თვითონ გადარჩა სხვათა შორის და კითხეს ჟურნალისტებმა, რომ კი მაგრამ თქვენო ამდენი ადამიანი რომ ყავთ მოკლული, არაფერს არ განიცდითო, ანუ არ გაწუხეთო და არ განიცდით, არაფერს არ გზნობითო, რომ ხოცავდით ხალხს. შეეძლოთ მე ხალხს არ ხოცავდიო, სიმო ჰაიაჰა მოპასუხა. მე ჩემი პატარა და დამოუკიდებელი ფინეთის მტრებს ხოცავდი, ეს ერთიო და მეორეც როგორ არ გზნობდიო, რომ ესროდიო, ის ხარში ხვდებოდა თოფისისო, სულ გზნობდი ამ კონდახის დარტყმას. ასეთი პასუხი გასცა. სად გავჩერდი? გურულებს. მესამე იყო, ანუ გაერთიანდნენ კრიმინალები, ფირალები, რევოლუციონერები და კულტურული ნაწილი გურიის ინტელიგენცია და სხვა შორის ამ აღწერებში და მოგონებებში არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომ ეს სამი ადამიანი, სამი ლიდერი თათბირობს, როგორც ეს ხდება ვეფხისტყაოსანში, ამ ბრძოლის წინ, ნასაკირალის ბრძოლის წინ, სამი ადამიანი, როგორც ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი, ხაჯეთის ციხის აღების დროს ვფიქრობ, რომ როგორც ცოცხლდება, აი დიდი მაგ, როგორც ცოცხლდება ლიტერატურა რეალურად. იყო ასეთი იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი, შემთხვევით აღმოჩნდა ზუსტად მაშინ კავკასიაში ხო აკეთებდა ჩანაწერებს და ლუიჯი ვილარი გამოვიდა ქართულად მისი წიგნი და შეგიძლიათ წაიკითხოთ გასაოცარი ამბები გურიიდან. ესე შეესწრო ამ გურიის რევოლუციას და გურიის რესპუბლიკას და მოიგეს ის ბრძოლა, დაამარცხეს რუსეთის იმპერია და შივიდი თვე გაგრძელდა გურიის დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისაგან, ნუ გამტარდნენ რუსები, რა თქმა უნდა, ხო ის პრეცედენტის დაშვება არ უნდათ არავითარ შემთხვევაში და გურიას კი არა და ერთ კუთხეს კი არა, ერთ სოფელს არ აპატიეს, იცით ალბათ თუ ხართ სვანები, ხალდეს ამბავი 1876 წელს 34 სვანი ერთი სოფელი და 11 სვანური კოშკი ებრძოდა უზარმაზარ რუსეთის იმპერიას. პრეცედენტი არ დაუშვეს და ისინიც ყველა კოშკი დაუნგრიეს, მთელი უზარმაზარი არმია მიიყვანეს 34 ადამიანის წინააღმდეგ მთელი რუსეთის არმია. ნუ გურიას ასე მოხდა, რა თქმა უნდა, მიწასთან გაასწორეს და ესე იგი მთავარი ადამიანი, მთავარი მფარველი გურიის იყო, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე დიდი ავტორიტეტი ჩვენ არ გვყავდა მოგეხსენებათ და ილია ჭავჭავაძე მაინც ჯერჯერობით დიდი თავადი იყო, მოგეხსენებათ და მეორეც იყო უზარმაზარი ავტორიტეტი და ოფიციალურად იყო, ხო იცით, აღმოსავლეთ საქართველოს დეპუტატი რუსეთის სათათბიროში, ანუ დუმაში, როგორც მაშინ უწოდებდნენ. ილია ჭავჭავაძე იყო არ იყო ისეთი რადიკალი, როგორც აკაკი წერეთელი. აკაკი წერეთელი, როგორც ილია ამბობდა, მაინც იმერელი იყო და უფრო ფიცხი. ილია ითხოვდა ავტონომიას და არა პირდაპირ დამოუკიდებლობას, იქ რუსეთის სათათბიროშიც არასოდეს პირდაპირ არ მოუთხოვია საქართველოს დამოუკიდებლობა. რადგან აკაკი წერეთელი ბრაზდებოდა ხოლმე და აკაკი წერეთელი იყო პირდაპირ დამოუკიდებლობის მომხრე და იმდენად რადიკალი იყო და იმდენად კატეგორიული, რომ არც ერთი დღე არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში ილიასგან განსხვავებით. ილია შეიძლება იცით, რომ მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დუშეთში. მერე ნუ დაანება თავი, იცით, შექმნეს წერა-კითხვის გამომწვევი საზოგადოება, ბანკი სპეციალურად, იმიტომ რომ ქართველები ფლანგავდნენ და ფლანგავდნენ. ზუსტად იმას აკეთებდნენ, რაც რუსებს უნდათ და
იმისთვის რომ გადაერჩინა ეს ქვეყანა და მართლა ასე მოხდა, ილიამ ბანკიც კი გახსნა და ეს ფინანსებით შეისწავლა და მაგალითად არ უყვარდა ილია ჭავჭავაძის თეატრი, მაგრამ და არ იცოდა ინგლისური. სპეციალურად ისწავლა ინგლისური და თარგმნიდა მაჩაბელთან ერთად შექსპირს, იმიტომ რომ ქართულად რო აგვიგზავნეს ლაპარაკი, 20 წელი ითხოვდნენ რომ სცენაზე მაინც ხო შეიძლება რომ ქართულად დავილაპარაკოთო და თვითონ იდგა სცენაზე. ანუ მსახიობდა კიდეც რომ თეატრიდან მაინც გაეგონათ ქართველებს ქართული ენა. ანუ მშობლიური ენა მანამდე არც ერთმა დამპყრობელმა არ აგვიგზავნა სხვათა შორის, არც ერთმა. ხო იცით როგორ მოვიდოდნენ ხოლმე, ხარკს დაგვადებდნენ, თუ ხარკს არ გადავიხდით, ჯანყდებოდით და ვიბრძოდით, თუ არა და თუ შეგვეძლო ვიხდით ამ ხარკს. ნუ ზოგჯერ საშინელი ხარკი იყო, მაგრამ რუსები იყო პირველი შემთხვევა რომ ენა აგვიგზავნეს და დინასტია გაგვიუქმეს და სახელმწიფოებრივად წაგვართვეს. მანამდე ასეთ დამპყრობელი ჩვენთან არ მოსულა. არავინ ასეთი არ მოსულა, ეს პირველი შემთხვევა იყო. ამიტომ აკაკი ამიტომ იყო რადიკალი და თვლიდა რომ ასეთ საზღარი დამპყრობელი არ არის. ერთი დღე არ იმუშავა. მეცაც გეტყვით. დამოუკიდებლობის სულ იყო სულ ამის პროპაგანდისტი იყო მარტივად რო თქვა და გამოვიყენოთ ეს ტერმინი და 1914 წელს შეიძლება იცით ეს ამბავი, შეიძლება ფოტოც გინახავთ. ეხლა რო ჩამოუყვები, შეიძლება აქაც არის ეს ფოტო, ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე. აკაკი გარდაიცვალა 15 წელს, 14 წელს რო ჩამოდიოდა, ხო ის როგორც ხდებოდა ხოლმე წინასწარ მეტი ჩარა ქართველები ამზადებდნენ ყველა დეტალს, ათანხმებდნენ იმპერატორს, საიმპერატორო კართან, რომ როგორ შევხვდეთ და რა ხაჭაპური ვაჭამოთ და ვინ შევახვედროთ და იმათ მოითხოვეს, რომ ყველაზე მაგრები ვინც ყავთ. ანუ იცოდა რომ აკაკი წერეთელი იყო, ილია უკვე მოკლული იყო, იცით ალბათ რომ 1907 წელს მოგვიკლეს და ესე იგი იცოდა რომ აკაკიზე დიდი ავტორი ხო ის იყო, საქართველოს ბულბული, ანუ ცოცხალი კლასიკა იყო და ამიტომ აკაკი ეწერა თავში, ის უნდა შეხვედროდა ნიკოლოზ მეორე იმპერატორი და უთხრეს აკაკის რომ ესე თქვენთან შეხვედრა უნდა პირველი თქვენ წერიხართ იმპერატორს და შეხვედრა უნდა ყოფილიყო სადაც ახლა მწერალთა სახლია, ეს იყო დავით სარაჯიშვილის სახლი, ნუ მაშინ გადასარევი, ახლაც გადასარევია, მოგით თუ გინახავთ. მაშინ ესე იგი სულ ახალი აშენებული იყო და გადასარევი და იქ უნდა შეხვედროდა და აკაკი თქვა მე რა უნდა გავაკეთო, იკითხა. არაფერი უთხრეს რომ უბრალოდ რომ წარგადგენენ იმპერატორის წინაშე, მიესალმებით თავის დახრით მიესალმებით და სულ ეგ არის 5 წუთის ამბავი. აკაკი უთხრა მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი ქვეყნის მთავარ დამპყრობელს თავი დაუხარო და ვერაფრით რომ ვერ დაითანხმეს, მოძებნეს კაცი უთხრეს რომ შენ იქნები 15 წუთი აკაკი წერეთელი. თეთრწორიანი კაცი მიიყვანეს და უთხრეს ეს არის აკაკი წერეთელი და ჩამოვართო იმანხელი. აკაკიმ არავითარ შეხვდა. აი ასეთი მომხრე იყო დიახ რო იცოდეთ აკაკი დამოუკიდებლობის და ნუ მთავარი მაინც მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი სამი მთავარი ადამიანი იყო, რაც აგვიო სხვებიც იყვნენ, მაგრამ მე-19 რა თქმა უნდა ვაჟა-ფშაველა. სამი, ესე იგი, მთავარი ქართველი, ვინც მთავარი ღირებულების დაბრუნებას ცდილობდა და ბატონო მესამე რა თქმა უნდა ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა კიდევ უფრო შორს მიდიოდა, შეიძლება იცით ეს ამბავი, ის ამბობდა რომ ხო იცით 300 არაგველის ჩარჩენილი გვაქვს წამისის ომი, ის ამბობდა რომ თუ თქვენ დაიწყეთ 300 არაგველს მე თვითონ გამოვიყვან ამ ცოცხალ ძალას 300 არაგველს ვინც იბრძოლებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სხვა შორის ვაჟა აღარ იყო ცოცხალი, ვაჟაც 1915 წელს გარდაიცვალა, ჯერ აკაკი და მე რამდენიმე თვეში ზაფხულში ვაჟაც გარდაიცვალა, მაგრამ 1918 წელს რომ დაიწყო ბრძოლა მართლა ჩამოვიდნენ 300 შეიძლება გინახავთ ეგ ფოტო, შეიძლება გინახავთ. დგანან არაგველები, ხევსურული ისინი აცვიათ, აი სადაც მოსწავლეთა სასახლეა, ქეთო და კოტე ხო გინახავთ. აიქ რო ტიბეები და ბაღი გვაქვს, აი დგანან ხევსურები, მართლა ჩამოვიდნენ რომ ესე იგი რაც ვერ განახორციელეს წამისის დროს იქ დააგვიანეს, აქ რომ მაინც დახმარებოდნენ, ეს ვაჟას ისე, ვაჟას დანაბარი. ეხლა მინდა რო არ დაგღალოთ და პირდაპირ მოკლედ ეს იყო გენერალური რეპეტიცია იყო გურია. 1918 წელს ვინც გახდა საქართველოს მმართველი, მათ რასაკვირველია სინამდვილეში შეიძლება ეხლა გულში ფიქრობდნენ, მაგრამ ხმამაღლად თავენთ პროგრამებში საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი არ უთქვამთ არასოდეს. იმიტომ რომ ეს იყო გავიმეორებ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ოღონდ მენშევიკების, ესე წერდნენ ხოლმე ჭხილებში, ბოლშევიკებისა და მოეწერა ესე მენშევიკების. რასაკვირველია, ისინი გამოიყვნენ რუსეთის პარტიას და ცალკე პარტიას ჩამოყალიბდნენ, მაგრამ მათ პროგრამებში არსად არ იყო ეროვნული საკითხი ისე როგორც სხვა პარტიების პროგრამებში. მაგრამ როგორც ჩანს დამოუკიდებლობა აღმოჩნდა ისეთი, რომ დამთავრდა ეს დამოუკიდებლობა 1921 წელს ისევ დამიუყრეს რუსებმა, იმ მთავრობიდან ვინც წარმოადგენდა საკანონმდებლო ხელისუფლებას და აღმაშენებელ ხელისუფლებას, ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაიბირა საოკუპაციო, ვერც ერთი.
სულ წამებაში ამოხადეს სული 130 ადგილი იყო მაშინდელ პარლამენტში. ნუ ერქვა ოფიციალურად დამფუძნებელი კრება, მაგრამ არსობრივად იყო პარლამენტი, რომელიც იყო მრავალპარტიული და მეცაძღებით. იმდენად დემოკრატები იყვნენ და იმდენად კულტურული ხალხი იყო ჩვენთან შედარებით და იმდენად განათლებულები და იმდენ ზუსტად და კარგად ესმოდა დემოკრატიის არსი, რომ იმ 130 ადგილიდან პარლამენტში 130 დეპუტატი იყო მაშინ. 108 იყო მათი, ესე იგი რამხელა სოციალ-დემოკრატების, მენშევიკების და დანარჩენი სხვა პარტიების. ესე იგი რამხელა უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მინისტრები ყავდათ ნახევარზე. ანუ ნახევარი მინისტრების პორტფელები დაუთმეს ოპოზიციას. იმიტომ რომ მიხვდნენ რომ სხვანაირად სახელმწიფო არ იქნება. სხვანაირად ეს არის ერთპარტიული რეჟიმი, რომელიც ყველა ვარიანტში კრახია და არავითარ შემთხვევაში დემოკრატიული წინსვლა. ეს რო აღმოჩნდა ნამდვილი დემოკრატიული სასწაული ექსპერიმენტი საუკეთესო, როგორც უცხოელებმა დაარქვეს, დადასტურდა სხვა შორის ძალიან მალე. მთელი ევროპიდან 1920 წელს რაც კი სოციალისტი იყო ევროპაში და ვინც კი პოლიტიკოსი იყო და სხვა შორის მათ შორის დიდი ნაწილი მერე თავის ქვეყნების ლიდერები გახდნენ, ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ ენახათ რა ექსპერიმენტი ჩაატარეს ასეთი სოციალ-დემოკრატებმა, რომ ყველა ყველა მეოცნები ადამიანის ოცნება რეალიზაცია მოხდა. სხვა შორის დამოვისნა მე თქვა, ხა ბევრი რამე ვერ მოვასწრებ, რომ გითხრათ, მაგრამ გურიის რესპუბლიკა რო გამოიყო რუსეთის იმპერიას, იცით ალბათ რომ ხა რამდენიც არ უნდა ბომბოს პუტინმა, მე მაგალითად ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ლევ ტოლსტოი ცუდი მწერალი იყო, ძალიან დიდი მწერალი იყო და ძალიან მაგარი და ლევ ტოლსტოიმ გამოუგზავნა წერილი, გამოუაქვეყნა. მთელი ევროპის ყველა გაზეთში იბეჭდებოდა წერილები გურულებზე, რომ ეს რა ხალხი, ანუ რაზეც კაცობრიობა ოცნებობს დღიდან გაჩენისა, მიაღწიეს გურულება. რას მიაღწიეს მუხტიმა, რასაც ახლაც არ გვაქვს. თვითმმართველობა ჰქონდათ ყველა მოსამართლეს, სოფლის მოსამართლეს კი იყო არჩევნითი. ყველგან მთელს გურიაში. ყველა რუსი გაუშვეს, ანუ რუსი ეთნიკურად რუსი კი არა, ჩინოვნიკი რუსი და სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არჩევნები ჩაატარეს ყველაზე დემოკრატიული. და ლევ ტოლსტოის წერილში ასე ეწერა, რომ ეს რა ხალხი ყოფილიყავთ გურულები, რაზეც კაცობრიობა ოცნებობს თქვენ უკვე მიაღწიეთო და თქვენ ალბათ არ იცით მე ვინ ვარო, მაგრამ მე ძალიან მიხარია და გილოცავთო და ამ წერილს კითხულობდნენ, რომ იკრიბებოდნენ ესე სოფლებში, ყველა სოფელში ხდებოდა ეს შეკრებები და უკითხავდნენ ხმამაღლა გურულებს, რომ რუსების დიდმა მწერალმა და ეს წერილში ამ ფრაზას რო კითხულობდნენ, რომ თქვენ მე არ ვიცით და ხდებოდეს სიცივით გურულები. ეს აბდალი ყოფილა და ზეპირად იცოდნენ მისი წიგნები. ანუ ვერ წარმოვიდგინა ტოლსტოის რომ სადღაც რო ნახა რუკაზე მივარდნილი გურია და ერთი ბეწო ამდენი განათლებული სად მოგროვდებოდა. მოგროვდნენ სამკითხველებში ბიბლიოთეკებში. სხვა შორის რომ დაამარცხეს რუსებმა, ყველა ბიბლიოთეკა დაწვეს, ყველა სამკითხველო, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ პრობლემა მოდის განათლებიდან. რომ თუ შტერია ხალხი და გაუნათლებელი, იმას ადვილად იმორჩილებს. როგორც კი ხალხი იწყებს განათლების მიღებას, ის არის საშიში. ამიტომაც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთლმა და ვაჟა-ფშაველამ და კიდე რამდენმა ქართველმა მთელი ერთი საუკუნე თხოვდნენ რუსეთის იმპერატორებს ხანდრომელს, რომ ჩვენთვის მოიცათ უფლება, რომ უნივერსიტეტი გაგვეხსნა და არ გვაღირსეს არც ერთი 100 წელი ისე გავიდა, უნივერსიტეტი არ გაგვეხსნა. 1918 წელს ავადგინეთ უნივერსიტეტი, გავხსენით, როცა უკვე რუსეთის იმპერია აღარ იყო. და ჩვენით გავხსენით, რუსებმა არ მოგწეს მაგის უფლება. იმიტომ არ მოგწეს, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ უნივერსიტეტი არ ნიშნავს თავისუფლებას, განათლება ნიშნავს თავისუფლებას და ამიტომ ამას ადვილად ხდება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ იმ სოციალ-დემოკრატებს მიუხედავად იმისა, რომ მართლა დემოკრატები იყვნენ, ეროვნული საკითხი ასე არ ესმოდათ, ისინი მაქსიმუმ ავტონომიას ითხოვდნენ და არა დამოუკიდებლობას, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ იქ იცით ალბათ, რომ სამოქალაქო ომი იყო რუსეთში და ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენ თუ არ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობას, ძალიან ბევრ რამეს ვკარგავდით. იცით ალბათ, რომ გვიტევდა ოსმალეთის იმპერიაც, რუსეთის იმპერია როგორც კი მოიცოდა ჩვენთვის შემოგვიტევდა, ძალიან კარგად იცოდნენ და მეცაც გეტყვის. ყველა მეზობელმა შემოგვიტია ჩვენ. ყველა მეზობელმა ამ ერთი ბეწო ქვეყანას. ამიტომ იძულებული გავხდით, რომ გამოგვეცხადებინა და ეს მოხდა გერმანელების დახმარებით, გერმანელების დაჟინებული მოთხოვნით. აი ეს უნიკალური ფოტოა თუ ხედავთ. გადაღებულია აი ტაძარი რო დგას. ზუსტად ამ ადგილას დგას პარლამენტი, დღევანდელი პარლამენტის შენობა. აქ იდგა ეს სობორო ეგრეთ წოდებული ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი იყო, რუსული ტაძარი იყო, მაგრამ არქიტექტორი იყო იტალიელი, ჯოვანი სკუდიერი. ამ ჯოვანი სკუდიერიმ აგვიშენა არა მარტო ეს ტაძარი, არამედ მიხეილის ხიდიც, აი ეხლა რომ შრალხიც ვუწოდებთ, ესეც მისი აშენებულია და ნუ კიდე ბევრი რამ.
იტალიელი იყო ეს სკუდიერი და სამწუხაროდ დაიღუპა ამ მშენებლობაზე და დავკარგეთ მისი საფლავი, მაგრამ მისი აშენებული იყო ასევე, სადაც ახლა თავისუფლების მოვიდა, იქ იდგა იტალიური ოპერა. იმ იტალიურ ოპერაში 23 წელი იარსება. და დაწვეს მე. იმ იტალიურ ოპერაში მარტო იტალიური რეპერტუარი იყო, ლასკალაში რომ დადგავდნენ რამე იმას ჯუზეპე ვერდის ახალ ნაწარმოებს, ახალ ოპერას ჩვენთან ეგრევე გადმოქონდათ, ეგრევე, ხო იცით, მაინც კარგი გაგებით, მეტი ხალხი ვიყავით და სულ რამდენიმე თვეში ჩვენთან უკვე იგივე იდგმებოდა და სხვადასხვა ჯუზეპე ვერდის ცოლი ჯუზეპინა აქ 2 წელი მღეროდა. მაგარი წერილი მაქვს წაკითხული, რომ დაიწყო ეს ოპერა მე, ეჭვი აქვს რომ დაწვეს თვითონ რუსებმა, იმიტომ რომ მიხვდა რომ ცუდი სარგებელი მოუტანა ოპერამ. კარგ მუსიკას რომ მივეჩვიეთ, რა თქმა უნდა, ისე თავისუფლება მოგვინდა, იმიტომ რომ ხელოვნება მასე იცის და განათლება და კულტურა მასე იცის და მე თვითონვე დაწვეს ეს ოპერა და ეს იტალიელი ქალები დარჩნენ, სულ იტალიელები იყვნენ, დირიჟორებიც იტალიელები იყვნენ, მომღერლებიც იტალიელები. ამ ქალების წერილი მაქვს წაკითხული, მთავარ მართებელი ერქვა ხოლმე, ან მეფის ნაცვლად, ვინც იყო მმართველი ჩვენთან. აი, მოსწავლეთა სასახლე რომ იქ ჰქონდათ, ხო იცით, მთავარი ესა ოფისი, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმართ. იმას წერენ ქალები, რომ ჩვენ აწი გავქნათო. ჩვენ უკვე სცენაზე, ჩვენი ხალხი ვართ, ვინც სცენაზე იდგავდა. გათხოვები ჩვენ აქ ვიღა გვითხოვს ჩვენ, იმიტომ ბებიაჩემიც მეუნებოდა. ბებიაჩემსაც კი ეგონა რომ ქალი რომ სცენაზე იდგა, ბოზი იყო და ეხლა წარმოიდგინე, მეგეუნებით ბებიაჩემს რომელიც ჩემ ბავშვობის ამბავს და მე-19 საუკუნეში რა იქნებოდა ქალის სცენაზე. ის ქალები წერენ, ეხლა რა გავქნათ? თეატრი ჩვენ არა გვაქვს და სცენაში გათხოვები ჩვენ აღარ გავქნათ. რასმე სამსახური მოგვიძებნ. ასე უცნაური წერილიც არსებობს. მოკლედ ეს არის აი სკუდიერის აშენებული და წინ დგანან დააკვირდით გერმანელი ჯარისკაცები. ეს არის ბავარიელები, გერმანიაში ბავარიელი ვინც ხდება, ყველას მადლობას ვეუბნები, იმიტომ მათ მიიღეს მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მეცაც გეტყვით. ოღონდ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანია და ოსმალეთი იყვნენ მეკავშირეები. ამიტომ ეს უკვე მშვიდობიანობის დროა, ხედავთ, უკვე რუსთაველზე დგან, მაშინ გოლოვინსკი ერქვა. მაგრამ ჩვენთან იყო მანამდე მე-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ, ხო იცით, გერმანელები, ოღონდ შვაბები იყვნენ ისინი, ვიუტენბერგელი და იმათ 11 სოფელი დაარსეს და აი მტკვრის მარცხენა სანაპირო, იმაზე ხო ყოფილხართ, რა ქვია, ელიავას ბაზრობაზე. თუ არ ყოფილხართ უკეთეს. იქ არის სამტრედიის ქუჩა. აი იმ ქუჩაზე დასახლდნენ პირველი გერმანელები 1817 წელს და ბატონო ვერ გავიგე. ხო, იქ დათესეს პირველი კარტოფილი. ჩვენი შვილები რომ კარტოფილის მეც არაფერს ჭამენ, ეს მათი შემოტანილია. მაგრამ ჩვენ კარტოფილი ნანახი არ გვქონდა. რომ გამოყვებით აღმაშენებელს, მე იყო ნოიტიფლის ერქვა. თბილისშიც ჰქონდათ 3 სოფელი. მე ქალაქის ნაწილი გახდა ჩვეულებრივი. და თბილისის გარეთ კიდე ჰქონდათ სოფლები, მათ შორის ბოლნისი შეიძლება იცით, ასურეთი, ელიზაბეტალი, ბოლნისი ერქვა, ლუქსემბურგი, მოკლედ ასე შემდეგ. მათაც იომეს ჩვენთან ერთად, ოღონდ გერმანულ ფორმებს ვერ იცნობდნენ, იმიტომ რომ ოსმალეთი და გერმანია მეკავშირეები იყვნენ და ოსმალეთის წინააღმდეგ გერმანელი ვერ იბრძოდა ოფიციალურად. ამიტომ ეცვათ ქართული ფორმები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, რო იცოდნენ გერმანელები და მე გერმანელებმა მოგთხოვეს, რომ პირველ გერმანელებმა, ხო იცით, გერმანელების მოწადინეობით გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს, 6-ის 10 წუთზე. აი, სადაც ქეთო და კოტეში მედია ჯაფარიძე და ის სცენარული. აი, ზუსტად იქ მოხდა ეს გამოცხადა. მაშინ ეს გისოსებიანი რკინისის არ ქონდა. ანუ ღია იყო და აი ხედავთ ხალხი როა მისული, ესე მოგროვდა ხალხი და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. სხვა შორის, ესე იგი, რო იცოდა სოციალ-დემოკრატებს, მენშევიკებს ყავდათ ესეთი დეპუტატი ვლასამ გელაძე, პოეტი იყო. რო გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, ფეხით გაიქცა აკაკის საფლავზე, თაწმინდა აირბინა და აკაკის საფლავს ჩაზახა აკაკი გაიხარე საქართველოს გათავისუფლდა. იმიტომ რომ აკაკი დაიბარა, რო ყდებოდა დაიბიცოდა ლასამ გელაძემ, რომ სიკვდილის წინ ეს თქვა, რომ ვინც შეესწრო აკაკის გარდაცვალებას, ხო იცით, ბინა არ ქონდა, სახლი არ ქონდა და თბილისში რო შეატყო ყდებოდა, ხან სასტუმროში ცხოვრობდა, ხან იმ დათიკოს ეძახდნენ სარაჯიშვილთან, შეატყო რომ ყდება და მოერიდა რომ სხვის სახლში მომკვდარიყო, გაიპარა ჩუმად წავიდა და სვიტორში მოკვდა თავის მშობლიურ იმერეთში, იქ მოკვდა. და გარდაცვალების წინ ვინც შეესწრო ყველას დაუბარა რომ საქართველოს რო გათავისუფლდება ჩამომძახეთ საფლავში და გავიგებ. და ლასამ გელაძემ ეს იცოდა აირბინა თაწმინდა და ჩაზახა და აკაკისო ჩაზახა, მე ხო გაიხედა ილიას იქ არისო და ილიასაც ჩაზახა. და ეს ვაჟა ფშაველასაც სამივეს რომ გიხაროდეთ საქართველოს გათავისუფლება.
მოკლედ ეს გერმანელების მონდომება იყო, მაგრამ პირველი ხელშეკრულებას დამოუკიდებელმა საქართველოს დადო გერმანიის მთავრობასთან. ოღონდ გერმანელებმა უნდა გითხრეს, რომ რაღაცა საქმიანის დავდოთო. რომ აი რაღაც რომ გავდეს რომ სახელმწიფოს იმიტომ არაფერი არ ქონდა ჩვენ. და ჩვენი ასეთი რამოებით აკაკი ხოშტარიო ყავდა, ასეთი მდიდარი ადამიანი, მეცენატი, რომელსაც აჩუქა გენი საქართველოს და ის გენი ვათხოვეთ გერმანელებს. თვითონ ისა ასეთი გარიგება ოფიციალურად დავდეთ მოკლედ გერმანელებთან რო იცოდეთ. ეს არის სხვადასხვა უნიკალური ფოტო და ეს არის შეიძლება იცით რომ აი 6 ადამიანი ისე ბევრი იყვნენ ვინც დამოუკიდებლობის აღდგენამდე ანუ 1918 წლამდე 1915 წელს ჯერ კიდე შექმნეს დამოუკიდებლობის კომიტეტი საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი და ოღონდ ევროპაში ესე სულ ევროპაში მიღებული განათლება მიღებული ხალხი და ამ ხალხმა ესე აგროვებდნენ ფულს იარაღის შესაძლებლად რომ თუ ბრძოლა მოგვიწევდა დამოუკიდებლობისა და იარაღი ქონოდა და ამ ხალხმა შემოიტანა ჰოლანდიური გემი იყო სირიუსი ერქვა ფული იაპონელებმა მოგცეს სხვათა შორის და იარაღი და თოფი და ტყვიები იაპონური ფულით შემოვიტანეთ საქართველოში გაგრძელება ცუდი აქვს იმ ისტორიას და არ უყვები მაგრამ თუ მაინც დაგაინტერესებთ მე მოგახსენებთ იმიტომ რომ ვატყობ რომ ბევრი დრო არ აქვს. აი ეს არის აკაკი ხოშტარია ახალგაზრდა. აკაკი ხოშტარიას დედის სახლი ახლაც არსებობს სამეგრელოში ულამაზეს. თვითონ აკაკი ხოშტარია მე იძულებული გახდა ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ ყველა ხო იცით რევოლუციონერებს აფინანსებდნენ დიდარი ადამიანები. ნუ ზოგი თანაუგზნობდა, ზოგი პრაგმატულად, ნუ მოკლედ აკაკი ხოშტარიას ვალი ქონდა ძალიან ბევრი ქართული რევოლუციონერებს. მათ შორის ბოლშევიკებს. რომ შემოვიდნენ და აიღეს თბილისი მე ხო მოვიდა დრო ამ ვალის გასტუმრების და რა ვქნათ როგორ დავაბრუნოთ და ერთმა თქვა რომ მოვკლათ ხოშტარი და აღარ გვექნება დასაბრუნებელი და როგორ ჩანს მაინც ხო ის ერთმანეთს იცნობდნენ ყველანი და ხო ის იყო ეს მაინც პატარა ქვეყანა ვართ ეხა ერთი ძმა იმის რა ქვია მენშევიკი იყო ერთი ძმა ბოლშევიკი ასეთი შემთხვევები ბევრი იყო და მოკლედ მიუტანეს ამბავი და აკაკი ხოშტარი მის მე საქართველოში გაასწრო რა და გადაურჩა დახვრეტას და ცხოვრობდა ირანში და რკინიგზა არის მისი გაყვანები რომ იცოდეთ ირანში მე ევროპაში წავიდა და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს არის ადამიანი რომელიც მინდა აუცილებლად გაჩვენოთ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული საქართველოს დამოუკიდებლობასთან პირველ რესპუბლიკასთან კოტი აფხაზი ილია ჭავჭავაძის დის შვილი იყო და ეს იყო ბოლოს ესე იგი აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის მარშალი აი ამ კაცმა რო იცოდეთ არაფერი უარ ქონდა რომ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ მაგრამ სახელმწიფოს ბიუჯეტში არაფერი არ ქონდა ანუ წარმოიდგინე რამდენ 100 წლით ადრე წართმეული სახელმწიფო არ ქონდა ფულიც არ ქონდა ხაზინა ცარიელი იყო მოგეხსენებათ არაფერი არ ქონდა აი ამ კაცმა შემოიარა მთელი საქართველოს ყველა მდიდარ ქართველს გამოართვა რაც ებადა და სხვა კაცი შუმა არ მოიგოხმა ოღონდ საქართველოს იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი და შეაგროვეს 15 მილიონი ოქროთი ეს არის უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის წარმოუდგენ ამ 15 მილიონ ოქროს დაეფუძნა ჩვენი დამოუკიდებლობა იმიტომ რომ არაფერი არ ქონდა ჯარი ჩვენ არ ყავდა ინსტიტუციები ჩვენ არ ქონდა არაფერი არ გაგვაჩნდა და ეს არის კოტი აფხაზის დამსახურება რომ დამოუკიდებლობა შევძელით 3 წელი ბევრი შეცდომა დაუშვეს მენშევიკებმა მაგრამ ის 3 წელი უარ ყოფილიყო ჩვენ ალბათ არ ვიქნებოდით ჩვენ არაფერი აღარ გვექნებოდა იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ექსპერიმენტი მართლა რაც შეძლეს და რეფორმები სხვათა შორის რაც მას გაატარეს არის ახლად სახელმწიფო აი ქრესტომატიებში შედის როგორ შეიძლება სახელმწიფო იყოს სოციალურ თვალსაზრისით ასეთი წარმატებული რაც საქართველოში მოხდა 18-21 წლებში იგივე მოხდა ჩრდილოეთ ევროპაში ოღონდ მეორე მსოფლიო ომის მერე აი ახლა რო არიან ყველაზე წარმატებული ქვეყნები ხო ნორვეგია იქნება თუ აქვია ფინეთი თუ შვედეთი ეს მეორე მსოფლიო ომის მერე მოხდა იქ ყველგან მერე გაიმარჯვეს სოციალისტებმა და შექმნეს სახელმწიფო რომელიც ეფუძნება ამ სოციალურ თანასწორობას მაგრამ ეს ჩვენთან მანამდე მოხდა უნიკალური ექსპერიმენტი ასე ქვია თუ გაინტერესებთ ერიკ ლი არის ასეთი ბრიტანელი მწერალი აქ ცხოვრობდა მუშაობდა არქივზე მან დაწერა ეს ექსპერიმენტი რომ ჩვენი თავი ვაქოთ ისე გამოგვივა რომ სუბიექტურები ვართ აი თუ გაინტერესებთ ობიექტურად სხვა როგორ ხედავს ქართული რესპუბლიკის ისტორიას აი შეგიძლიათ აი ქართულად გამოცემულია ერიკ ლი ექსპერიმენტი აი ესე ქვია ეს კოტი აფხაზი სამწუხაროდ მე რომ დაგვიყვეს ისე რუსებმა იყო საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის წევრი ისევ დამოუკიდებლობის ეგრეთ წოდებული დამკომის და
დახვრიტეს ვაკის პარკში 1923 წელს გამოიყვანეს მეტეხის ციხიდან დანარჩენ სხვა 14 პატრიოტთან ერთად და ერთმანეთზე საუკეთესო ის როგორც იცოდნენ რომ საუკეთესოებს ხურეწდნენ რომ დარჩენილი ყავით მარტო მონები რომ ადვილად სამართავი ყოფილიყავით და ეს ანგელოზივით ადამიანი ვინც რაც ჰქონდა ყველაფერი გამოიტანეს სახელიდან რომ საქართველოს გადასცეს. შეიძლება ცოტა დაუჯერებდა ჯგერს ახლა იმიტომ რომ ტელევიზორში გინახავთ ალბათ ჩემსავით მინისტრი სახში პოულობენ ზოდებს აგროვებენ ოქროზოდებს თავისთვის და ამ ხალხმა პირიქით რაც სახში ჰქონდა ისიც გამოიტანა რომ და დაუთმო საქართველოს და თავის ქვეყანას რო იცოდეთ მოვი. ეს არის მოკლედ ის შენობა სადაც მუშაობდა ჩვენი პარლამენტი დამფუძნებელი კრება ერქვა ესე როგორც გითხარით თავიდან მართავდა ეროვნული საბჭო. ეს ეროვნული საბჭო იყვნენ ესე იგი მაშინდელი ლიდერები რომლებიც შეიკრიბნენ ყრილობა ჩაატარეს ვინც ავტონომია აღადგინა სხვათა შორის ეკლესიის და უნივერსიტეტი დაარსა. ანუ უნივერსიტეტის გახსნა და ავტონომიის ეკლესიის ავტონომიის დაბრუნება იცით ალბათ რუსებმა წაგვართვეს და ეკლესია გაგვიუქმეს ეს არც ერთ მუსულმან დამპყრობელს არ გაუკეთებია არც ერთს. ანუ მოვიდოდნენ ეკლესიასთან არანაირი საქმე არ ჰქონდათ. ხო იცით როგორ ხდებოდა მეფეებს თხოვდნენ რომ მიიღეთ ისლამი. რომ დაგტოვეთ თანამდებობაზე. იმათოს ხო თანამდებობა იყო. ჩვენ მეფეებს უწოდებით, თორე სპარსულად ვალი იყო მაგალითად, ხო ვახტანგ მეექვსე, ხო ჩვენთვის ხო მეფია, ესე ვამბობთ. მეფე ვახტანგ. იმათოს იყო ვალი, ანუ ფუნქციის შემსრულებელი. ცეკას მდივანი, მე როგორც რუსების საბჭოთა პერიოდში, ხო მოსკოვი ნიშნავდა. მოსკოვი ამტკიცებდა. სპარსეთის დროს ისპაჰანში უნდა დაემტკიცებინათ. ოსმალების დროს სტამბულში და ასე შემდეგ. მოკლედ ეს იყო უპრეცედენტო ამბავი, რომ ეკლესია გაგვიუქმეს და ამიტომ აღვადგინეთ ესე ეს ორი თავარი ხიდი იყო უკან ესე დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ეკლესია და უნივერსიტეტი და აქ ხდებოდა დამფუძნებელი ესე 12 მარტს იყო არჩევნები 1919 წელს რამდენიმე თვის მერე თავიდან მართავდა ეროვნული საბჭო და მერე თავარი საკანონმდებლო ორგანო გახდა დამფუძნებელი კრება არჩევნების მერე რომ ნახოთ ესე იგი რა ხალხი მოხდა მაგრამ ეს ყველაფერს თავიდან პარლამენტის თავმჯდომარის მაშინ ამხანაგი ერქვა ეს ტერმინი იყო და არა მოადგილე იყო ექვთიმე თაყაიშვილი წარმოიდგინე ექვთიმე თაყაიშვილი არის საქართველოს კი არა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი რომელსაც იმდენი ქონება ჰქონდა რომელიც არ არის ასე ხელშესახებად ხო იცით ხო შეიძლება არსებობენ ახლაც ხო არიან მილიონერები მილიარდერი მაგრამ ზოგს ბანკში აქვს ზოგს რა ფორმით აქვს ხო იცით დაბანდებული ეს ისა კაპიტალი ისა ბეზოსი ესეთ ხო იცით ბეზოსი იმან ხო იცით ცოლი გაუშვა კოსმოსში ასე დააბანდა ცოლი და მისი დაქალები კოსმოსში გაუშვა მე ეჭვმაქოს სხვამეზნით გაუშვა მაგრამ იყოს ჯანდაბას ხო და შეუჩნდა რომ ვენეციაში გადამიხადა ქორწილი გადავკეთე ვენეცია და მე და შენ ვიცეკოთო და გაგიჟდა ის კაცი აცავდა დიდი ფული ქონდა რომ ვენეციის გადაკეთვა როგორი ხო და მოკლედ ესე იგი მერე მოხდა არჩევნები ხო და ექვთიმე თაყაიშვილი წარმოიდგინეთ რაც კი ესე იგი საოცრება შეგვიქმნია მას ჰქონდა მეჭურჭლეთ უხუცესი იყო როგორც დიდი რეზო თამუკაშვილი ამბობდა და მთელი ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს სულ ეხვეწებოდა რომ რაღაც გაეყიდა და რომ მიხვდნენ რომ არაფერს არ გაყიდა იქიდან მე ეხვეწებოდნენ ყველა მუზეუმი რაც კი არსებობდა ევროპაში და ამერიკაში რომ მოგვაქირავენ რა თანხასაც გეტყვით გადაგიხდით და მაგასაც ვერ დაითანხმეს, იმიტომ რომ ეს შინოდა ისეთი პასუხისმგებლობა ხალხი ჰქონდა პასუხისმგებლობა, ეხლა აღარა ვარ. რაც არავინ მოხდა, არავინ არ აბიძებს და არ აგებს პასუხს. წარმოიდგინე ადამიანს როგორი პასუხისმგებლობა ჰქონდა და რითი ცხოვრობდა, იცით? აი ამ ბენია ჩხიკვიშვილმა რომ ჩავიდა ემიგრაციაში, მის სახელზე იყო ლევინის მამული ქვია. იქვე არის პარიზთან, თუ ხართ ნამყოფი, იქვე არის მე ჩვენების სასაფლაო. იმ ლევინის მამულში ცხოვრობდა ეროვნული გმირი ვალოდია გოგუაძე, გურული კაცი, გადაერეული კაცი. გადარეული ცოლით, ნამეტია ბერძენიშვილი. მათ ყავდათ ჯავშნოსანი მატარებელი. ერთ თავში ცოლი იდგა, მეორეში ქმარი და 6 ომი მოიგეს. იქით ცოლი უტევდა, აქეთ ქმარი. ნამეტია ბერძენიშვილი და მშვიდობიანობის დროს 6 ომში იღნიერეს მონაწილეობა, დედა უტირეს ყველა. მშვიდობიანობის დროს ისეთ რასაკეთებდა ეს ვალოდია გოგუაძე. სკოლები აღარ იყო ყველგან. ბავშვებს აგროვებდა მატარებლით მიყავდა ფეხით უარებდათ შორმანძეძეებს დადიოდა. წარმოიდგინე, ასეთი ხალხი იყო საქართველოს ლიდერები და იქ მათთან ცხოვრობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იმ ნამეტია ბერძენიშვილს ჰქონდა ლობიო დარგული. ხო იცით იქ ეცვა ნამყოფი და მოსავალს იღებდნენ და ყავდათ ერთი თხა, რომელიც ხან იწველი და ხან არა. ანუ საწყალი ექვთიმე თაყაიშვილი ხან შეხვდებოდა იმ თხის რძე
ხან არ შეხვდებოდა და მშიერი იყო ამ ხელა გენიალური წმინდანი და უდიდესი მეცნიერი. მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმეს, ერთი ნივთი ვერ გააყიდინეს კი არა, ვერ გააქირავებინეს. აი ესეთი კაცი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ესა. ამ დამოუკიდებლობის დროს. ნუ სხვაზე არაფერს ვამბობ. აი უარ გამიგზელდეს. აი გაჩვენეთ, აი ეს ხო ადვილად ამოსაცნობია სად ხდება. ეს არის იმდროინდელი აი ხედავთ ოქტიმე თაყაიშვილის დგას ჯოხით. ეს არის ოქტიმე თაყაიშვილი. და ნოე ჟორდანიას ხედავთ, ნუ ითვლება რომ ნოე ჟორდანია იყო მთავრობის პირველი და სიმბოლო ნოე ჟორდანია არ იყო, იყო ნოე რამიშვილი. ცოტა ხანს იყო და მე გახდა ნოე ჟორდანია იმიტომ რომ ნოე ჟორდანი იყო ყველაზე პოპულარული და ცნობილი ამ სოციალ-დემოკრატებში და ესენი ყველანი ცნობილები იყო სხვათა შორის, იმიტომ ეს სხვა ხალხი იყო განათლება მიღებული და ახლა რო ასე ეხა ყველას ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენი ადამიანია პოლიტიკაში და პარტიაში ზოგი რომელში ფიქრობს რომ სხვაგან არაფერში არ ვარ და წავალ და იქ რაღაც ხეირი მექნება, ხო იცით რა, რამდენიც მაშინ ასე არ ხდებოდა. მაშინ მხოლოდ ისინი მიდიოდნენ, ვითომ მას შესაბამისი უნარი, ცოდნა და განათლება ჰქონდა. მოკლედ ნოე ჟორდანიას თუ ხედავთ, აი გაჩვენეთ მე ფოტოს, აი ეს არის ნოე რამიშვილი. სხვათა შორის ნოე რამიშვილი იყო ძალიან რადიკალი. ანუ ნოე ჟორდანი არ იყო ასეთი რადიკალი როგორც ნოე რამიშვილი. ამიტომაც ნოე ჟორდანი არ მოკლეს ბოლშევიკებმა და ნოე რამიშვილი მოკლეს პარიზში ემიგრაციაში შუა ქუჩაში. ქუჩაში მოდიოდა და დახვდნენ და მოკლეს. მიუგზავნეს მკვლელი და მოკლეს, იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ნოე ჟორდანია ჯერჯერობით ავტორიტეტი იყო და მეორე ნოე ჟორდანია ვერ გადაიბირებდნენ ის ნოე რამიშვილის და ეს არის ნოე რამიშვილი. მერე იყო სულ იყო ხოლმე მინისტრი და ბატონო და მე წავიდა ემიგრაციაში დიახ სხვათან ერთად. აი ეს არის ნოე ჟორდანია, ეს დააკვირდით, ეს არის დამოუკიდებლობის გადაღებული ფოტო. ხედავთ პალტო რო აცვია. ამ პალტოთი დაკრძალეს 1953 წელს, ეს არის 1919 წელს გადაღებული. 1953 წელს რო გარდაიცვალა, ისევ ეს პალტო აცვია. რისი თქმა მინდა, თუმცა დააკვირდით არსებობს ფოტო. რისი თქმა მინდა, რომ გასაგებია რომ ბევრი შესწახა, როგორ შეიძლება რომელიმე ხელისუფლებას შეცდომა არ ქონდეს. ბევრი შეცდომა ქონდათ, ბევრი წარმატებასთან ერთად, მაგრამ თავარი რაც მათ ქონდათ, აზრად არ მოუვიდოდ საკუთარი ხალხის და ქვეყნის ძარცვა. ასე იმ ლობიოს ჭამდა ესეც, რასაც ნამეტია ბერძენიშვილი გაუგზავნა და იმ თხის რძელს სვამდა, რასაც მოწვევდნენ და ამ პოლტოთი არის დაკრძალული ლევნში. ეხლა გაჩვენებთ, ხო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ ნოე ჟორდანიას წერილი არსებობს ასეთი. ეგენი გურულები იყვნენ ლანჩხუთიდან. ეხლა ის ადგილი იქ პარკია, ეხლა მაგათი სახლი მერე რომ შემოვიდა ბოლშევიკები მიწასთან გაასწორეს. დედამისი იქ ცხოვრობდა და წერილს უგზავნის თბილისიდან ლანჩხუთში. დედამისი, დედი, ვინმე ხო არ იცი რომ მინისტრობაზე დავითანხმდა, აქ არავინ არ თანხდება. ანუ წარმოგიდგენთ, ჯერ კიდევ 1918 წელს რა ხალხი ვიყავით რომ ადამიანები ფიქრობდნენ, პასუხისმგებელი მოქონდათ რომ მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ. ეხლა ხო იცი, ვისაც არ უნდა უთხოვო, მინისტრად დაგდისას, არ შეგეკითხება რისი მინისტრი უნდა და ეთუში დაგთანხმდება. ხო ესე იგი სულ სხვა ხალხი ვიყავით, რა დაგვემართა 1921 წელს მე როგორ შევიცვალეთ რადიკალური. ხო და დედიო გამომი ვინმე კაი ხო არ გეგმული რომ აი ამ ფოტოზე ჩანს ხედავთ? ამ ფოტოზე ჩანს ეს დაფუძნებული კრემლის ეს ყოფილ ხართ ამ იმაში ბავშვობაში თუ დადიოდით ჩვენ რომ პიონერთა სასახლეს ვეძახდით აქ მე შევდიოდი ხოლმე რომ ვიცოდი რომ აქ იმართებოდა ვიაჩელი მეუნებოდა ხოლმე საიდუმლოდ რა საპირველო რომ აქ იმართებოდა დამფუძნებელი კრემლის ამ პარლამენტის ქალებიც ყავდა სხვათა შორის შესანიშნავი ქალები იმ 130 დეპუტატიდან რომ დაგვიყვეს მე თავიდან ვერც ერთი ვერ გადაიბირეს ვერც ერთი წარმოგიდგენიათ აი ეს წამებაში ამოხანდეს სული ანუ არცერთი ამ მარტო უარი აი საოცარი რამე მოხდა იმ პარტიის რომელსაც სულ უოცნებია დამოუკიდებლობას მაგრამ როგორც ჩანს იმდენად ტკბილი და გემრიელი აღმოჩნდა ეს ექსპერიმენტი რომ ეს ენერგეტიკა და ეს ნება რომ შენ ქმნი შენ სახელმწიფოს და შენ ქვეყანას იმდენად შთამბეჭდავია მომუშთა მათთვის რომ ესე გადავიდე ეს არის გერბი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბი აი რა საინტერესოა ესენი იყვნენ სოციალისტები მაგრამ გერბზე ყავთ წმინდა გიორგი ხედავთ იმიტომ რომ ნუ სოციალისტები ანუ ათეისტები იყვნენ გასაგებია მარქსისტები იყვნენ მაგრამ ითვალისწინებდნენ და გრძნობდნენ რომ რელიგიას და ქრისტიანობას განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვს საქართველოს ისტორიაში და იმ დროსაც ასე იყო ამიტომ ეს გაითვალისწინეს და ხედავთ გერბი არის წმინდა გიორგია ჩვენთვის ესე იგი
ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხო ბოლო 365 წმინდა გიორგი, ანუ ყველა დღე წმინდა გიორგის ეკუთვნის საქართველოში. და დააკვირდით წმინდა გიორგი, სადაც გინახავთ გამოსახული ხო ფრესკებზე, ხატებზე, არის ამარცხებს ურჩხულს ან გველეშაპს, ან ზოგიერთ არის რომის იმპერატორს დიოკლეტიანის, ვის დროსაც აწამეს წმინდა გიორგი. ზოგ ფრესკაზე დიოკლეტიანია, ან ურჩხული, აქ არ არის, ხედავთ, ანუ ბატონო ხო, არ არის ისა რა ქვია, არ არის ურჩხული, ხედავთ, წმინდა გიორგი კიდე ამაზე წავიდნენ, მარქსისტები იყვნენ, წმინდა გიორგი დაუშვეს, მაგრამ ასევე გამოსახეს ქრისტიანობამდელი, ეხლა ქრისტიანობა სულ 20 საუკუნისაა მოგეხსენება და მანამდე იმდენი რელიგია გამოვიარდა და განსაკუთრებით დიდხანს ვიყავით იცით მზისა და მთვარის ღვთაების ისა მორწმუნეები და ჩვენთვის მზე იყო მდედრი ღვთაება, მთვარე იყო მამრი ღვთაება. სხვადასხვა წმინდა გიორგი ჩაანაცვლა მთვარის ღვთაება, ანუ მამრი ღვთაება. და მზე ჩაანაცვლა ღვთისმშობელმა იცით ალბათ. ამიტომ ისიც გამოსახეს. ანუ ჩათვალეს რომ საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და მისი წარსულიც ისეთი მნიშვნელოვანია, ესე იგი 20 საუკუნის 40 საუკუნე, როგორც ბოლო 20 საუკუნე და ამიტომ აღმოჩნდა, ამიტომ მიიღეს ასეთი გერბი. ამ დროშას აქვს თუ მიგიქცევათ ყურადღება გერმანიის გავლენა, გერმანული დროშა თუ გახსოვთ როგორი იყო, აქვს გავლენა და გასაგებია რატო, იმიტომ რომ ჩვენი მეკავშირე აღმოჩნდა გერმანია. ნუ სხვა შორის ორი ესე პირველი მსოფლიო ომის დროს ორი შეკრება გაიმართა, ერთი შეიძლება იცით ზესტაფონში, ერთი სამტრედიაში. სადაც ქართული რევოლუციონერები ასე შეთანხმდნენ, ასეთ უცნაური შეთანხმება ჰქონდათ, რომ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. იცით რომ ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ორი დიდი ძალა იყო დაპირისპირებული და ერთი ნაწილში იყო ინგლისი, მეორეში გერმანია, ყველაზე ძლიერები. და ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ნაწილს ეთანაშროლა გერმანელებთან და ნაწილს ინგლისელებთან. თუ ისინი მოიგებდნენ, ვინც ინგლისელებთან ხო მარტივად ასე ესა რა ქვია, ქართულად რა ვქნათ, მიჩვეული ვიყავით, იმდენი ტერი გამოვიარეთ, რომ ვისწავლეთ პრაგმატულად აზროვნებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხვედრით სულ არ გავართ პრაგმატულ მოაზროვნე ხალხს, მაგრამ ეს ნამდვილად ასე მოხდა და უბრალოდ გერმანიამ, რომელიც ჩვენი თავარი მოწადინებული იყო და მეკავშირე, წააგო პირველი მსოფლიო ომი. და გერმანელების ნაცვლად, აი სადაც დგანან, ხო გაჩვენეთ ის გერმანელები, მე შემოვიდნენ ინგლისელები. ოღონდ ინგლისელები შემოვიდნენ თავისი ინტერესის მიხედვით. მათ თბილისი ნაკლებად აინტერესებდა, ყველაზე დაინტერესებდა ბათუმი. ამიტომ ერთ წელიწადზე მეთხანს ბათუმი იყო ინგლისური. ანუ მე მარკა მაქვს ესეთი მაჩუქეს British occupation ესე აწერე პირდაპირ. ოღონდ ბრიტანელები ხო ის რუსების გენასკო დამალავენ ოკუპაცია იყო. ასე აწერე პირდაპირ. ბრიტანული ოკუპაცია. ანუ კინგ კოლინზი ყავდათ მართველი გუბერნატორი ინგლისელი შემოვიდნენ, აი წარმოვიდგინეთ, შემოვიდნენ იმ ქვეყანაში, რომელიც გერმანიის მათი მტრების მოკავშირე იყო. ამიტომ თავიდან არ ქონდათ კარგი ისა ქართველებთან, მაგრამ ქართველები ხო იცი მაინც ძალიან საყვარელი ხალხი ვართ ყველასთვის. გინდა პერი მოგვადგეს, გინდა მოყარე, ანუ ეთყობა რომ დაიწყეს ამ ქართველებმა ურთიერთობა, ხო იცი მოეწონათ ეს დაიწყეს გაიგეს საქართველოს ისტორია, ანუ ხო იცი ქართველები ძალიან შთამბეჭდავი ხალხი ვართ, მე გამომიცდიეს რომ ძალიან ადვილად ხდება მოხიბლა უცხოელებს. გაგიჟდნენ ინგლისელებს ისე შეუყვარდათ ქართველები და საქართველო რომ სულ ტირილ-ტირილით მიდიოდა მე უკან, ხო იცით უკან ისა მე შეუთანხმდით და გაიყვანეს ჯარებიც და გავიდნენ ინგლისელებიც. სხვა შორის ინგლისელებს ახდათ ინდუსების ისიც, რა ქვია, და შოტლანდიელებისაც და ეს წაკითხულობ მოგონები, გაკვირებულები, ესე კილტებში ხო შოტლანდიელებს კილტები ეცვათ. კილტებით რო დადიოდნენ კაცები ისე, რა ქვია, კაბით. მოკლედ რახან ბათუმი ვახსენე, გეტყვით რომ ეს არის ადამიანი, ვინც გადაგვირჩინა ბათუმი, უნიკალური ადამიანი, ძალიან პატარა ზომის იყო. აი ამ ხელა დაახლოებით. აღწერების მიხედვით კიდევ უფრო პატარაა. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და იყო ფენომენალური მოვლენა. ნუ ისე მოხდა რომ ჩვენ მაგ პერიოდში ძალიან ბევრი გენერალი ყავდა და იმიტომ რომ რუსებმა არ მოუწეს უფლება რომ უნივერსიტეტები გაგვეხსნა, ერთადერთი რის უფლებაც მოუწეს რომ წავსულიყავთ რუსეთში და მიგვიღო სამხედრო განახო იცდეს ამბავ. რომ მათი არმიის ოფიცრები და ჯარისკაცები გამختارიყავთ, ამიტომ სავსე იყო მეფის რუსეთის არმია, ქართული ოფიცრები და გენერლები ყავდა ბევრი პოლკოვნიკები და ეხლა მაიორები და რამდენიც. ისინი დაბოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მათ შორის იყო გიორგი მაზნიაშვილიც და 1921 წელს მაინც რომ ვიცოდეთ
ამ ადამიანის გამო, იმიტომ რომ პირველი რაც გააკეთეს რუსებმა რომ შემოვიდნენ, ისევ გადასცეს ბათუმი და ხო იცით ისტორიული ჩვენი ტაო-კლარჯეთის ნაწილი ისევ გადასცეს ოსმალეთს. ისევ, ვითომ მაგათი იყო. და არა და ხო იცით, გეორგიევსის ტრაქტატში გვეწერა საწყალი ერეკლე. არ არის პირველი ვინც მოატყუეს, მაგრამ ყველაზე მწარედ ერეკლე მოატყუეს, ერეკლე მეორე. ტრაქტატში ეწერა, ერეკლე სპეციალურად შეიტანა ეს მუხლი, რომ ის მიწები დამებრუნეთ, რომელიც დაკარგული გვაქვს. ნუ მანამდე იცით ალბათ რომ ბიზანტიამ წაგვართვა და მე ოსმალეთი დაეპატრონა და იმის დაბრუნებას ითხოვდა ერეკლე. და რაც გააკეთეს რომ შემოვიდა რუსები, ისევ გადასცეს ესა ოსმალეთს. მაგრამ აღმოჩნდა გიორგი მაზნიაშვილი მივიდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ორნი იყვნენ, ვინც ერთი იყო ელიავა, ერთი იყო ქავთარაძე, რომელთაც თხოვა, რომ მე არ მინდა თქვენი დახმარება ბოლშევიკ წითელ არმიას ნუ დამახმართ. უბრალოდ ხელი არ შემიშალოთ, თორე ბათუმიდან ეხლა თუ არ გავიდა ოსმალეთის არმია, წაგვართმევდა და შეიძლება ვერასოდეს ვერ დავიბრუნოთ და სხვაშორის თუ დაკვირვები ხართ, სადაც ბათუმში თეატრი დგას, იმის წინ არის ილიას ძეგლი. და ილიას ძეგლი პირდაპირ უყურებს, ეხა ობელისკი დგას 59 ადამიანია დაკრძალული. აი ზუსტად ის 59, ვინც შეეწირა ბათუმის დაბრუნებას და მათ შორის ქალებიც არიან, სხვადასხვა იქაური, ანუ აჭარლები, ვინც იომეს გიორგი მაზნიაშვილის ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან ერთად და სხვადასხვა კარგად მოიხსნენ ბოლშევიკები იმ მხრივ, რომ ეხა კი ბოლშევიკები იყვნენ ქავთარაძეს და ილიევაც, მაგრამ მიხვდნენ რომ მართალი იყო გიორგი მაზნიაშვილი, ეგეთი ეს ფრაზა ეხა რასაც თქვენ კითხულობთ, ეს უთხრა მათ რომ მე არც ბოლშევიკების შენ როგორ მოგისმინოთო, მანშევიკების გენერალი ხარო, ესე უთხრეს მან. და გიორგი მაზნიაშვილი მე არ ვარ არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი და თქვენს თუ საქართველოს, თქვენ სამშობლოს თუ საქართველოს, მაშინ მიმიშვით, მე და ხელი არ შემიშალდო და გადაგვარჩინა სხვათა შორის და ბათუმი რო საქართველოს შემადგენლობაში ეს მისი დამსახურება და ამიტომ არ მოხდა. ეხლა დაჩვენეთ კიდე უნიკალურ ფოტოს თუ გამოისმოთ სად არის გადაღებული თუ არა და გეტყვით. ამ ქუჩას ერქვა, იცით რა ქუჩა ეს? ამ ქუჩას ერქვა სასახლის ქუჩა. სასახლეს უწოდებდნენ იმას, აი სასაც ჩვენ პიონერთა სასახლეს უწოდებთ, ის იყო მეფის ნაცვლის სასახლე. ოტო სიმონსენის აშენებული ასეთი შვედი არქიტექტორი იყო, ნახევრად გერმანი, ნახევრად ჩვენი. მოკლედ ეს არის სასახლის ქუჩა. იქიდან, აი სად არის H&M რო არის მაღაზია. აი იქიდან, აი აქ არის H&M. იქიდან რომ წამოხვიდეთ თავისუფლების მოედნისკენ. აი ეს ქუჩა არის. უბრალოდ ვიწრო იყო. ეხლა იმიტომ ვერ ცნობთ, რომ ეს მე გაგანიერებული თუ ვიწრო ქუჩა იყო, ერქვა სასახლის ქუჩა. და აქ იყო მაღაზიები და ასე შემდეგ და აი ამ ქუჩაზე მოდიან, ხედავთ ეს რა საოცარი ფოტო. ტრამვაის ხაზიც არის ჯერ კიდევ, მან ტრამვაი დადიოდა. ეს არის ხალხი, რომელიც მთელი ევროპიდან ჩამოვიდნენ, ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, რომ თავისი თვალით ენახათ რა საოცრება მოხდა საქართველოში. როგორ გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა, ანუ სოციალისტებმა არჩევნების გზით. საქართველოს არის პირველი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, ხმების უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტები. ასეთი რამე მანამდე არ მოხდა. ნუ სადღაც სისხლის ზღვა და ეს პოლიტიკა იყო, მაგრამ ჩვენთან მოხდა არჩევნების. ამიტომ ეს ხალხი ჩამოვიდა, კარლ კაუცკი იყო ასეთი გერმანელი, ნუ დიდი ავტორიტეტი მაშინდელი და უკარო დაბრუნდნენ თავად ქვეყნებში, ყველამ დაწერა, რომ ძირითადად ხო ეს პერიოდი იყო, როცა ბევრი ტალანტი იყო პოლიტიკაში, არა მარტო ქართულში, დაწერეს წიგნები, აქტუალური წიგნები, აღწერდნენ რა რეფორმები განახორციელეს ქართულმა სოციალისტებმა. მაგალითად, რეფორმა, რომელიც დღემდე არ გვაქვს, ეს არის სასამართლო რეფორმა რეალური, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. ანუ მართლა დამოუკიდებელი თუ არ იქნება სასამართლო, არაფერი არ გვეშველება, სულ ტყუილია. დამოუკიდებელი სასამართლოს გარშე ყველაფერი ტყუილია, თუ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო გახდა დამოუკიდებელი, გააკეთეს აგრარული რეფორმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ აგრარული ქვეყანა ვიყავით და მართლა მისცეს მიწა ისა გლეხებს, განსხვავებით ბოლშევიკებს, რომელსაც წაართვეს და შექმნეს კოლმეურნეობები მოგეხსენებათ და არც კოლმეურნეობა მივარგა და გლეხის დავკარგეთ, იცით და ახლაც კი ამის კვალი არსებობს საქართველოში, რომ გლეხი კლასიკური გაგებით იშვიათი მოსაძებელია. ძალიან იშვიათი. მეცაც გეტყვით. თუ არ იღებთ, კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, რომ ყველაზე კაი ვენახები და ყველაზე კაი ღვინის კომპანიები თბილისიდან ვიცოდეს იმათაოთ. რადგან მარტო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს წესია, რატო?
იმიტომ იმ ხალხს წვეტა აქვს რა, მართლა წვეტა, თან მიწარო წაართვეს და ვენახილო წაართვეს. იმას წვეტა აქვს. იმან აღარ იცის მიწასთან კონტაქტი როგორი უნდა ქონდეს და თავიდან გვიწევს ყველაფრის საკ. მოკლედ რეფორმა გააკეთეს არაჩვეულებრივი, ეს აგრარული არაჩვეულებრივი რეფორმა გააკეთეს საგანმანათლებლო. ყველაზე მეტი სკოლა მაშინ აშენდა და გაიხსნა იმ არასრულ 3 წლის განმავლობაში და რაც თავარია, მე რომ ვკითხოთ, ესე იგი უნივერსიტეტი არის თავარი, საიდანაც იწყება ეს დამოუკიდებლობა 1918 წელია. ვაკე იყო გარეთუბნის გარეთუბანი. აი თავისუფლების ის სასახლის ქუჩა რო გაჩვენ, იმის იქით სულ გარეთუბანი იყო დრო ასეთიც და ბოსტნები ჰქონდათ და ბაღები იცით ალბათ და შორს იყო, ესე იგი ქალაქი იქით იყო და ლურჯი მონასტერი იყო შორს. სასაფლაოც იქ იმიტომ არის ვერის რო ხო საფლავები იყო მოშორებით დასახლებული. და რო აშენებდნენ, ეს იყო თავარი ქართული შეთქმულება, ანუ დამოუკიდებლობის დაბრუნება სინამდვილეში დაიწყეთ ამ შენობის შექმნით. ნიკო ცხვედაძე იყო ილიას ჭანჭველის უახლოესი ადამიანი და ილი ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, ესე შეთანხმდა, რომ ნიკო ცხვედაძე მიხედავდა ამ დეტალებს. ეს ნიკო ცხვედაძე დადიოდა ყველა ოღონდ მხოლოდ ქართველები იყვნენ ამაში მონაწილეები. ეს იყო ნამდვილი ქართული შეთქმულება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომ ვითომ სკოლას აშენებდნენ, სინამდვილეში აშენებდნენ პირველ ქართულ უნივერსიტეტს. ეხლა ჩვენ რო გულწრფელად ვაღიარებთ, უნივერსიტეტი ამ ტერმინით, ამ სახელწოდებით 1918 წლამდე არ ქონია, თორე ხა შინაარსით უნივერსიტეტი გელათშიც ჰქონდა და იყალთოშიც და მანამდე კიდე ჩვენ წელს ჰქონდა მე-4 საუკუნის ბერძნულ წყაროებში არის ფაზისის აკადემია, ანუ რო წაიკითხოთ რა სასწავლიდან შინაარსობრივად ეს არის უნივერსიტეტი, მაგრამ ტერმინს არ ხმარობდით აი აქამდე. და ეს იმდენად ქალაქგარეთ იყო და იმდენად შორს იყო, რომ ახლო არ იყო და ქართველებს დასცინოდნენ. რომ მან ვინ ივლისო. სწორედ ან ახლოს ერთი სახლი დარჩა ძველი სომხების აშენებული. სომხები მიხვდნენ, რომ კი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ ძალიან მალე გახდებოდა ცენტრი და მთავარი უბანი. დიდხანს ესე არ იყო, მაგრამ მე გახდა. და რო აშენებდნენ, ოფიციალურად ეს უნდა ყოფილიყო გიმნაზია, მაგრამ ყველა ქართველმა იცოდა, რომ იყო მომავალი უნივერსიტეტი ქართული პირველი, მაგრამ ფულს დებდნენ არა მხოლოდ მდიდარი ქართველებს, კი არ არჩევდნენ და დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარის. ყველა ქართველი აქ ჩამოდიოდა, ამ ქუჩას ერქვა წყნეთის ქუჩა. იწყნებოდა სოფელ წყნეთიდან და მთავრდებოდა სადაც ახლა მეტრო რუსთაველია, იქ ზასტავა ერქვა იმ ადგილას, იქ შლაგბაუმი იყო, იქამდე მიდიოდა წყნეთის ქუჩა. მე მაწუნებია მაგდანას ლურჯად თუ გინახავთ, რომ უავთ სახედრები, ყველა მე მაწუნე, ვინც ჩამოვივიდა და გაყიდდა, მე უნდა გადაგეყიდა, იქ გადაყიდვა ხდებოდა, ანუ 12-მდე პირველი ხილიდან კიდულობდნენ, ეს ძველი როსტომ მეფის კანონი იყო. 12-ის, ანუ გამთენიიდან 12-მდე გლეხის უნდა გეყიდა, რომ გლეხი განვითარებული იყო, ანუ რო გადანაწილებ, მე შეეძლო კინტოს ეყიდა და გადამყიდოს. და ფულს რო აიღებდნენ, უკარო მოდიოდნენ, ყველა მე მაწუნე, დებდა ფულს იხდიდა აძლევდა ნიკო ცხვედაძეს. ნიკო ცხვედაძეს უაქტრიანებდა. იმ ფულით ანუ ეუნებოდა რომ იმის თუმანსო ოქროს თუმანსო შენი მანეთიანი ჯობიაოდა. სწორს ეუნებოდა, იმიტომ რომ მეტი არ ქონდა. მაგრამ ეს იყო საერთო ქართული ეროვნული პროექტი, რომელიც გამოგვივიდა. სხვაში ალბათ მანამდე კიდევ ერთი ქონდა საერთო ქართული, მაგრამ ხო ეს გვიჭირს ერთად ორგანიზება ქართული. რაც გამოგვივიდა, მოკლედ ეს არის უნივერსიტეტი, ასეთი შეთქმულება მოუწყეთ რუსეთის იმპერიას, იმიტომ ნებართვას არ გვაძლევდნენ. რუსეთის იმპერია რომ დაიშალა და გადადგა ნიკოლოზ მეორე, სხვაშორის ვინც გამოაგზავნა წერილი, ისიც თუ გინახავთ ყვარყვარე ფილმი, იქ არის ეს ეპიზოდი, დეპეშა რომ მოდის ელვა რუსეთიდან თავრობადზე, ხო იცით რუსულად წერდნენ თუ გახსოვთ, თავრობადზე გადადგა. ვინც ეს გამოაგზავნა, ისიც სოციალ-დემოკრატი იყო დახრიტეს მე მაგასაც თუ მომასწარი მოგიყვებით ტრაგიკული ამბებია, მინდა კაი ამბები მოგიყვეთ, მაგრამ ნუ ხედავთ ხო როგორი ხან, ეს არის კეკელიძის ვარაზის ხევი, აქ წყალი გადიოდა, ზოგჯერ მოვარდებოდა ხოლმე და იქით არაფერი არ იყო, ვაკე იყო, ვაკეში მიდიოდა მხოლოდ აღლუმის მოსაწყობად, იმიტომ ტრიალი მინდორი იყო, მე იქ სტადიონი რო ეხლა რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, იქ ეწყობოდა 26 მაისის აღლუმი, იმიტომ რომ ეგეთი ტრიალი ადგილი სხვაგან არ ქონდა და იქ ხდებოდა ეს. თუ გინახავთ გიორგი ნიკოლაძის ფოტოებიც და შევარდენი ერქვა, ტანმოვარჯიშე, იქ ტარდებოდა ეს ყველაფერი. ეს არის კონსერვატორია, ესეც რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის დროს მანამდე ჩვენ არ მოგვცეს უბრალოდ ამის უფლება, კონსერვატორია დავარსეთ ვანო სარაჯიშვილის სახელობის.
ასეთი გენიალური მომღერალი ყავდა ვანო სარაჯიშვილი და სამწუხაროდ ქართულ უპასუხისმგებლობას შეეწირა. სულ დაყავდა ცაქეიფოთ და ამღერებდნენ, ასმევდნენ, ხო ისეთ როგორც ხდება. კაცმა დაიპყრო მილანი და ხო მეზობელი ლასკალაში გრერისო და იმდენი ამღერებს რომ მოკვდა მე გაცივდა ესე ტყეში წაიყვანეს. გენიალური ისტორია ვანო სარაჯიშვილი წაიყვანა მეგობარმა შეუშთა რომ სანადიროთ უნდა წაგიყვანო. ვანო და რა ჩემი საქმეა ნადირობა, მაგრამ ხო ის პატივისცემა ქართულებს ხო ის ზოგს უცნაურად ესმის პატივი უნდა ქცე სანადიროთ წაგიყვანო. რა პატივისცემა იგივე, მაგრამ წავიდე. რომ წავიდე ტყეში მაშინ ხარება და გოგია ხო გინახავთ. სავსე იყო კახეთის ტყეები ყაჩაღებით, როგორც გურის ტყეები ფირალებით. აქეთ ყაჩაღები ერქვათ, იქით ფირალები, სამეგრელოში აბრაგები. სავსე იყო ჩვენი ტყეები. ტყეები კი ბევრი ქონდა, ხო და დახვდნენ ყაჩაღები. ვანო სარაჯიშვილთან ერთად. ამ კაცმა უთხრა, როგორ არ გწვენიათო, რომ ვანო სარაჯიშვილს ძარცვავთ. ბულბულს უწოდებდნენ და ეს არა სიცხულე. იმ ყაჩაღებიდან უთხრა, რომ იმ ყაჩაღებიდან ერთმა თქვა, თუ ეგ ვანო არისო, ეხლა ნანახი ხო არ ეყოლებოდა. მაშინ ტელევიზორში ვერ ნახავდნენ და გაგებით ხო ყველა მიცოდა რომ ვანოსნაირად და ვერავინ ვერ მღეროდა საქმე. თუ ეგ ვანო სარაჯიშვილიო, ერთი მოუთხა. მაშინ იმღეროსო. და იმღერო ვანო სარაჯიშვილი, გაეცინა, მაგრამ იმღერა. და თურმე იმის მოგონებებში, იმ კაცის მოგონებებში რომ არა მარტო ესენიო, სხვა ყაჩაღებიც გამოვიდნენ, ისეთი ხმა ქონდა. როგორც ვეფხისტყაოსშია, სმენად ხეცნი მოვიდნიან. ხო და ეს საწყალი გაცივდა მერე და გარდა ეს მისი სახელობის კონსერვატორია და სხვა შორის კაი რამე გამახსენდა. აი დავით სარაჯიშვილი რამდენჯერ ვახსენეთ. დავით სარაჯიშვილი, აი ვისი აშენებულიც არის მწერალთა სახლი. არ არსებობდა მაშინ განათლებული ქართველი, ვისაც ფული არ აქვს გადახდილი, რომ სასწავლებლად არ წასულიყო, თუმცა ხდებოდნენ რომ თავარი იყო განათლება. ჩვენთან არ იყო უნივერსიტეტი. და აძლევდნენ რუსეთის უნივერსიტეტის არ აღმოჩნდა ევროპაში რომ მიიღოთ განათლება. იმ ხალხმა, ვინც დააფინანსა დავით სარაჯიშვილმა, მერე შექმნა ქართული მეცნიერება, ქართული თეატრი, მუსიკა, ყველაფერი მათი შექმნილია. ერთადერთი ვინ არ დააფინანსა, იცი? ვანო სარაჯიშვილი. და რატო არ დააფინანსა, იცი? ამბობდა რომ სირცხვილია, ჩემი მოგვარია და ვიღაცას ეგონება რომ ნათესავს ვაფინანსებ. ანუ წარმოიდგინეთ ქართველები რა ხალხი ვიყავით რომ რადიკალურად სხვა პასუხისმგებლობა გაგება ყველაფერს სხვანაირი ქონა. ვანო სარაჯიშვილი როგორ დავაფინანსო, ხალხი იფიქრეს, რა ქვია, ახლა ხო ჩვეულებრივი ამბავი, ნეპოტიზმი, ყველა ცდილობს რომ ნათესავი მიიყვანოს თავისთან, გინდა დებილი იყოს და გინდა გაუნათლება. და დავით სარაჯიშვილი წამე რამხელა კაცი იყო, ნათესავი როგორ დავაფინანსო. მთელი საქართველო დააფინანსა, იმდენი ეხვეწა ინია ჭაჭა. ეს არის ალექსანდრე წუწუნავა, პირველი ქართული ოპერაც დამოუკიდებლობის პირმშუა მოგეხსენებათ ეგნატე ნინოშვილის ჩემი საყვარელი წერილის გურული წერილის ქრისტინას მიხედვით შეიძლება გინახავთ პირველი ქართული ფილმია ოპერაც პირველი მაგის მიხედვით დაიწყო მოკლედ ეს ქრისტინე ეგნატე ნინოშვილი ახალგაზრდა მოკვდა აი მის ქელეხში იყო სოციალ-დემოკრატების კრება სხვათა შორის გურიაში 35 წელს და რამდენი რამე დაწერა და რო ამბობენ ხოლმე რომ დავკარგავთ ხო ისინი თქვენ შეიძლება მოგისმენთ რომ სულ ეშინათ ქართულში ტრადიციებს დავკარგავთ ინტეგრაციის შემთხვევაში და ყველას ვეკითხები რომელი ტრადიციის დაკარგვის გეშინეთ იმიტომ იმდენი ტრადიცია დავკარგეთ ხო იცით ილია ჭავჭავაძე მაგალითად უწერია ასეთი რამე შეიძლება წაგიკითხავთ რომ კენჭი გადააყლაპეს თბილისში რომ პირველად ჩამოიყვანეს რომ ქალაქმაო დაცდა იცისო ხო იცით კენჭს აყლაპებდნენ ქართულს ესეთი დაცდა იცისო მე თქვა ილია რომ კაცი ხა ყოველ ილია საგურამოში ცხოვრობდა რამდენი თბილისს მოუახლოვდა ეხა დიღომთან რო ყვა გადაეყლაპა უჭი რა დღეს შეიკრიბა თქვა რომ ხალხო ეს არის დებილური ტრადიცია და გაქრა ის ტრადიცია ხა ილია ჭავჭავაძე იყო ასოები მოგვაკლო ხო იცით ეხა ქვის ჭამაზე უარი თქვა ადვილად ბევრი ტრადიცია ასე დავკარგეთ მეც იმის მომხრევა რომ ტრადიციები შევინარჩუნოთ როგორ კაი ტრადიციები მაგალითად მე ვგიჟდები ტრადიციას რომელიც ეგნატე ნინოშვილმა შეასრულა და მე მგონი იმის მე აღარავის შეუსრულებია თურმე გურიაში ბავშვებს ძველი ქართული ტრადიცია იყო პატარა აი ბაჯბაჯს რომ დაიწყებდა პირველივე ზაფხულს ნაკადულში წყალში ჩააყენებდნენ ხელში წიგს დააჭერებდნენ რომ წყალივით იკითხოს მთელი ცხოვრებაო ხო და ეგ შევინარჩუნოთ
რაღაცების ყლაპო ხო და მოკლედ ნუ ეს იცით ალბათ ასევე ესეც დამოუკიდებელ რუსთაველი მაშინ დაერქვა იცით ერქვა გოლოვინსკი ამას ერქვა არტისტული საზოგადოების შენობა და პირველ სართულზე იყო ანონა ასეთი რესტორანი ყველაზე ძვირი მაგრამ სარდაფში იყო მე ცისფერყანწელები იცით ალბათ რომ იმერეთიდან გადმოვიდნენ თბილისში და დიდი მოძრაობა გაჩნდა კულტურული ლიტერატურული და ამ დროს რუსეთში სამოქალაქო ომი იყო და რაც კი მწერალი პოეტი და მხატვარი იყო ყველა ჩვენთან ჩამოვიდა და იქ ქონდათ მთავარი შესაკრებელი შეიძლება იცით თუ არ ჩასულხართ ჩადით აუცილებლად ისეთ მხატვრებს აქვთ მოხატული ისა ცისფერყანწელებმა რადგან ქუთაისი უყვარდა და იქიდან იყვნენ დაარქვეს ისა ქიმერიული იცით ალბათ რომ თას ქვია და ძველი ქუთაისის ნაწილს ქიმერიული ქვია იმის საპატიჟო. მოკლედ თეატრიც იმ პერიოდის დამსახურება სინამდვილეში ქართული თეატრი. ნუ დასები მანამდე ყავდა, მაგრამ ქართულად გვიგზავნავდნენ ახლა ქართული თეატრი. ხო იცით ის არის რა ქვია. ცალკე თავგადასავალია მოკლედ ქართული თეატრის დაბრუნება. იმართებოდა ეს სხვადასხვა სომხების აშენებულია. სომხების აშენებულია და ერთხელ ჩემი ეს სომეხი ვინც ააშენა ეს თეატრი ააშენა იმიტომ რომ ბევრი შვილი ყავდა და სახლში მართავდნენ ესა სახლში ამპიტოებთან სახლში ამ კაცთან დიდარი სომეხი იყო სომხები ბევრი იყო დიდრები თბილისში და ქართველები დიდხანს ხო იცი ვაჭრობას თაკილობდნენ და ილია ჭავჭავაძე ბრაზობდა ნიკო ნიკოლაძეს უწერია დედაჩემი იყო პირველი ქალი ქუთაისში ბაზარში რომ რაღაც გაიტანა გასაყიდა როგორ თავზე ჩამოფული ფარებული ქონდა შავის არავის არ ეცნო ანუ ისეთი სიცხვილი იყო ვაჭრობა სხვაშორის დიდხანს სიცხვილი იყო ივანე ჯავახიშვილის უწერია რომ დიპლომატიაც მაგალითად ანუ დიპლომატი ხო ეს აღმოსავლური ისა ერთეულები მეორეს გულის ხო ქართველები ანუ ეს რასიზმული ანუ წარმოუდგენელი რამე იყო და ამიტომ გვიჭირდა ისა ვაჭრობა დიპლომატ ბევრი რამე გვიჭირდა ილია ამბობდა რომ აბა თუ ვაჭრობა არ განვითარდება ვერ განვითარდებითო დიდხანს მე გაჩნდნენ პირველი ხო ის იყვნენ ზუბალაშვილები და მე ზუბალაშვილებს სხვემაც მიბაძეს და მოკლედ მთელი დინასტიები გაჩნდნენ ქართულმა ვაჭრობს ახლა სარაჯიშვილი საერთოდ ქართველები იყო მაგრამ ეს სომხების აშენებული იმ კაცს შეაწუხეს ბავშვებმა სახში უმართავდნენ სპექტაკლებს და ნუ შეჭამეთ ტვინი აგიშენეთ ცალკე თეატრს და ეს ააშენა დაფჭა ჩვენ ასეთ კრიად ნუ ხო და ერთხელ ჩემი პიესა დადგეს ამ თეატრში უსტავლის თეატრში და გამოვდივარ რეპეტიციაზე ვიყავ და გამოვდივარ თეატრიდან და ვიღაც ხალხი დგას და გაოგნებული უყურებს ამ უცხოელები მივხვდი რომ უცხოელი და აღმოჩნდნენ მე მათმა მითხეს ამ თეატრის ამი თურმე აღმოჩნდნენ მე ემიგრაციაში წავიდნენ იმის ჩაუმავლდნენ იმ სომეხი და უყურებდნენ გაოგნებულ ამ წინაპრების იმას დაფინანსებულ სიამოვნებაში არქიტექტორი ერთი იყო პოლონელი ამის შეიძლება ის ჩინკევიჩი მაგარი იყო ბევრი რამ აქვს მე აშენებული და მაგრამ ლუკ ტიტორი ანუ დამფინანსებელი იყო სომეხი ნამდვილად ესია და დიდი მადლობა მათ რომ თეატრი გიდავჭარებს შეგებ გიждები ესე მომწონს ახლა ადრე ალბათ კიდევ უფრო ლამაზი იყო რა ახლა წარმოიდგინეთ როგორია რუსთაველი და ესე იგი კომპოზიციურად შეიცვალა და ახლა მე დაიწვა და აღადგინეს და ასე შემდეგ მოკლედ არ მინდა რომ ძალიან დაგღალოთ დაგტანჯოთ ეს არის ცუდი ფოტო მაგრამ ეს არის ჩვენი ისტორია მე-11 არმია არის შემოსული ყველამ ვიცით რომ მე-11 არმია შემოვიდა სიამოვნებაში 4 არმია გვიტევდა მარტო მე-11 არ გვიტევდა 4 მხრიდან გვიტევდა რუსეთის არმია ჩვენ 6 ომი მოვიგეთ 6 ომი მოვიგეთ დამოუკიდებლობის დროს რო იცოდეთ 6 ომი ყველა დავამარცხეთ ზოგს არ ვასახელებ ხო ესეთი ქვეყნების დაგვესხენ თავს რომ მერიგება ისა რა ქვია გახსენებო მაგრამ მეზობლებმა შემოგვიწიეს და ყველა მხრიდან 26 მაისს ხო გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა მაინც რო იცოდეთ 26 1927 მაისს შემოგვიწიეს რუსებმა დარიალის ხეობიდან რამდენიმე ათასი ამით და 300 მოხევე იცავდა თითქმის თვე ნახევარ დედა უწევს რუსეთის არმიას რო იცოდეთ და არ შემოუშვეს თორე ეგრო მომხდარიყო მეორე დღეს რო შემოგვიწიეს ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა რო არ შემდგარიყო ეს სულ სხვა ისტორია ვიქნებოდა სხვა სახელმწიფო და მოხევების დამსახურება მაშინ თუ ხართ მოხევე იმე გეცოდინებათ ასეთი ცნობილი სადღეგრძელოა ჯერ მოხევებს გავიმარჯვეს მე დანარჩენ ყარტაყურტა ქართველებს ეს მოხევებს არ უთქვამ სხვათა შორის ვინც თქვა არ იყო თვითონ მოხევე მაგრამ რო ჩავიდნენ მისახმარებლად ქართველები იმ ქართველებმა თქოს იმიტომ რომ გაოგდნენ უბრალოდ
როგორ მოახერხა 300-მა მოხენ, ნუ გამოიყენეს რელიეფი. თუ ხართ მოხელე გეცოდინებათ ცდო არის ასეთი სოფელი, იქ ჩაუსახდნენ რუსებს და იქ ვერ გამოივლი რა, ვერ გაიქცნენ. ხოშოს ქალებიც იყვნენ იქ. და ხოშოს ჩვენი პატრიარქის აწუყე გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის მამა იბრძოდა იარაღით ხელში, რო იცოდეთ. გიორგი შიოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის. იმიტომ იძულებული გახდა. მე ილია მეორე იმიტომ დაბადებული ჩიოთ კავკასიაში, რომ იძულებული რომ შემოვიდნენ ბოლშევიკები, ეძებდნენ, დასდებდნენ რა ყველას ვინ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ამიტომ იძულებული გახდნენ იქ გადასულიყვნენ, იქ არის დაბადებული. და ნუ სხვაებიც იბრძოდნენ, სხვადასხვა ის იყო შადური იყო, სიმონ შადური, ასეთი ათიშვილის მამა ძაღლი. ქალი იყო, ანა ფიცხელა თავის რაზმი ყავდა და არაფრით არ დაუთმეს რუსებს ისა. საქართველოს 27 მაისს შემოგვიტეს, 26-ში გამოვაცხადეთ და რამდენიმე საათ შემოგვიტეს. და არაფრით არ გვაპატიეს, რომ ვერ დაგვამარცხეს და მე 21 წელს თვითონ რომ მოძლიერდნენ იქ რომ დამთავრდა სამოქალაქო ომი, მე თავიდან შემოგვიტეს 4 მხრიდან. ნუ სამწუხაროდ უკვე ძალიან ძნელი იყო ამის გაძება, 4 მხრიდან გვიტევდნენ და ეს არის შემოსული უკვე თბილისი აქვს დაგებული. ეს რა ადგილას არის, იცით ფოტო გადაღებული ოპერის ეხლანდელი ოპერისა და კადეტთა კორპუსი კი არა, ეგ ქუჩა ძნელაძიდან რო ადის, თაბუკაშვილის ქუჩიდან. მიხვდით რა ქუჩაა? ესე ზემოთ რო აუყვეთ, მე ის არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა. აი მან დგანა, ხედავთ? სხვადასხვა იყო იმა ჯარისკაცი იყო, ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო ხრუშოვი, შემოყვა მე-11 არმიას. აი სადღაც ამ ფოტოზეა. მე-11. შეიძლება გინახავთ ფოტო, მე თავისუფლების მოედანზე რო დგანა. ჯარისკაცად შემოყვა. და სინამდვილეში ხო იცით ესე გვეუბნებოდა რომ წავიდნენ და იუნკრები და ჩვენ მეც დიდხანს გვეუბნებოდა რომ იუნკრებმა იბრძოლეს მარტო. თელმა საქართველოს იბრძოლა, ხალხო ეს არის ტყუილი. და ბრძოლა გრძელდებოდა, ომი გრძელდებოდა თვენახევარი. მარტო იუნკრებმა რატო ამბობდნენ რომ მარტო იუნკრებმა იბრძოლეს, რომ ქონოდა წარმოდგენა რომ ვითომ ახალგაზრდა იუნკრები ცხელი გულებით წავიდნენ სამშობლო დაიცვეს და ვითომ დანარჩენებს მაგრა უნდოდა. თელმა საქართველოს მიომა და ბრძოლა იყო ყველგან სანამ ბათუმში ანუ და კაპიტულაციას ხელი არაფრით არ მოაწერა ნოე ჟორდანი, არაფრით. ყველგან უწევდა წინააღმდეგ. და სხვადასხვა ეს ისა ხრუშოვი ამ ჯარს ხომ მიყვება და ქუთაისში რომ შევიდნენ, თურმე რო აიღეს ქუთაისი, ყველგან ხვდებოდნენ. ყველგან იყო ბრძოლები, არავინ არ მოგატყუათ, სუტყუილი. რომ ვითომ მარტო კოჯორთან და ტაბახმედასთან იბრძოლეს ბავშვებმა, ესე ამბობდნენ. ბავშვები შეეწირნენ ტყუილად, ესე ამბობდნენ. როგორ შეიძლება თავისუფლად ტყუილად შეეწირო? ახაც ხო ამბობენ ხოლმე ესე რომ ხო და ეს ხრუშოვი თუმე დამთვალა სადღაც ქუთაისში დუქანში და იქ ცენეს. როგორ ჯარისკაცი რა ეგონა ეხლა რომ ხო და შესჩივდა თურმე სტალინს რომ ესეო ნაწყენი ვარ ქართველებს ქუთაისში ცენეს რომ სტალინი რას ეტყოდა ეხლა კარგად ვერ ცენეს ასე თქვა ხო და სხვა შეს სხვაშორის ესე იგი თვენახევარი გაგრძელდა 17 მარტს წავიდა ესე იგი მთავრობა და არამხოლოდ 17 მარტს გავიდა გემი ბათუმი ანუ 17 მარტამდე 11 თებერვალს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი 11 თებერვალს დაგვესხნენ თავს და ესე იგი 17 მარტს ისა შეწყდა ბრძოლა წარმოგიდგენთ რამდენი ხანი ვიბრძოლე სუტყუილია ვითომ ერთი დღე ვიბრძოდით იმაში რა ტაბახმედასთან და კოჯორთან ხო და მოკლედ ამასაც გვიმალავდა რისით ხანი და კიდე რომ სხვაშორის იმაში იყვნენ იცით ეგ სახლი ჭაბუამირეჯიბის სახლია ნუ ყოფილი ნაკაშიძეების სახლი ბათუმში იქ იყვნენ ბოლოს იქიდან წავიდნენ ესე იგი ეს საქართველოს თავი ხო მოკლედ ესე იგი არ მინდა დაგღალოთ თქვენს იმასაც ხო უნდა პასუხო შეკითხვას სხვადასხვა მინდა გითხრათ რომ აი დამოუკიდებლობა საქართველოს 1918 წელს 26 მაისს ხო გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა 2 თვის მერე ანუ 26 ივლისს ავიღეთ ტუაფსე ანუ სოჭის გავწვით და დავიბრუნეთ როგორც ისტორიული მიწა-წყალი ასევე ქართული ჯარი შევიდა ართვინი სად არის იცით დახედეთ რუკაზე სად არის ართვინი ანუ ის ისტორიული საქართველოს დამოუკიდებლობა საქართველოს აღადგინა ანუ ის საქართველოს რომელიც აი რამდენიმე საუკუნე აღარ არსებობდა ეს დამოუკიდებლობა საქართველოს დაიბრუნა გიორგი კვინიტანძეს მეორე გენერალი ყავდა მესხეთ თუ ხართ გეცოდინებათ აი არმისული აწყურამდე იქ არის სლესის ციხე იქ მარჯვნივ აი დააკვირდა იქ განლაგდა ჩვენი ჯარი ერეკლეს ჯარიც მანდ განლაგდა სხვათა შორის ასპინძის მოგების წინ
სანამ აწყურსა იქ განარდა გიორგი კვინტა და დაიძრა იქიდან ჯარი ართვინშიც აღადგინეს ქართული იურისდიქცია. ისევე როგორც სოჭში. იმიტომ რომ თვლიდა რომ ესეც ჩვენი ისტორიული სამშობლო. 7 თვე ანუ სანამ მე არ აიღეს ესა საქართველოს არ დაიყვეს თავიდან ჩვეულებრივ სკოლებიც ქართულ ენაზე იყო, ანუ იურისდიქცია კი არ არის გამატო საგანმანათლებლო სისტემა ქართულ ენაზე ჩვეულებრივ სკოლებში სოჭში და ტუაფსეში ქართულად ესა ისწავლებოდა ორი აღმოდგინეთ. ხო და ნუ სამწუხაროდ 21 წელს ცუდი ამბები მოყვა. ნუ ნაწილი ტერიტორიის ის კი არა ისტორიულად რაც დაბრუნებული ჰქონდა. ერეკლეს დროს რაც ჰქონდა, ისიც კი ნაწილი იცით ალბათ ჩამოგვაჭრეს და გადასცეს მეზობელ ქვეყნებს ჩამოვორგეს, თვითონ ტორტი იყო ეს საქართველო. იცით ალბათ. მაინც ერთი ქვეყანა ვარ საბჭოთა კავშირში და რა მნიშვნელობა აქვს ახლა შენი იქნება თუ მეზობელი რესპუბლიკას და მისცეს მეზობელ რესპუბლიკას, რო იცოდეთ მან. რამდენი კვადრატული კილომეტრი არ გეტყვით, იმიტომ რომ ინერვიულებთ და არ მინდა რომ ინერვიულოთ, ისევ ბევრი გვაქვს სანერვიულო, აი ერთ ფოტოსაც გაჩვენებთ, რომ არ გეგონოთ რომ რუსეთის დამარცხებით დავამთავრებ, ეს არის საქართველოს ნაკრები, ესა 28 ჯერ ვეთამაშეთ რუსეთის ნაკრებს და 26 ჯერ ყავს დამარცხებული. ერთხელ ჩივერ პოლუსთან ჩაგვიტარეს თამაში, სადღაც სიმბირთან და თვითონ პუტინი თამაშობდა რომ მოგვეგო და მაინც ვერ მოგვიგეს რო იცოდეთ და მიხარია ხოლმე ამ ფოტოს განახორდო. რა ვქნათ, კიდევ იგივე პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ და სამწუხაროდ მინდა რომ ის ფოტო გაჩვენოთ, თუ შეიძლება რომ ვინმე რომ დამეხმაროს ერთი ჩემი საყვარელი ფოტოს გაჩვენოთ დამოუკიდებლობიდან, შეიძლება? ვინმე არის რომ კომპიუტერში და ეს ინტერნეტი ხო არის აქ? ხო არის. აი მოგზავნით თუ შეიძლება გეტყვით რომელი ფოტოა, გინახავთ, გიждდები მე იმ ფოტოზე, შეგიძლიათ დამხაროთ. 1920 წლის 26 მაისია და გოლოვინსკზე, ანუ უკვე რუსთაველი ოქია, მოდიან გოგულები და ბასკური ქუდები ახურავთ და მიდიან ვაკის პარკში. ნუ წარმოუდგენელი რამ, შეგიძლიათ მოძებნოთ? კი ბატონო, არ ტელეფონში თუ აქ რო გავუშვათ ეკრანზე. ხო და მოდით ერთი და მეც აღარ შეგაწუხებთ, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ფოტო. 26 მაისი და აი უნიკალური ფოტოა, მიხვდებით რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ყველაზე საინტერესო აი რა არის მე გეტყვი 26 მაისი ხო და როგორ მოძებნ 1920 ხო ხო აი პირველი თუ ხვდებით რა ადგილია, იცით რა ადგილია? ეხლა მან დგას მომა ეს არის ესე იგი ეხლა გაიხსნა სასტუმრო ქვია მე მგონი ტელეგრაფი რა ქვია ახლა იმასა და მომას შორის არის ეს მოდიან იქიდან იმიტომ მოდიან თავისუფლებიდან რომ მიდიან ვაკის პარკში ყველა ბოლოს გლოვდებოდა 26 მაისი იქ აღინიშნებოდა ანუ აღლუმიდან დღესასწაული იქ იყო ესენი მოდიან ეხლა დანაკვირდით ეს ზედა აცვიათ იმიტომ რომ მაშინდელი დროშის ფერები და ეს ჩაპელა ქვია ბასკური ქუდია ეს არ ვიცი რატო ახურავთ ვერ გავარკვიე რატო ახურავთ ბასკური ქუდები ანუ შესაძლოა ეს ხო იცი ძველი ცოდნა რომ ჩვენ რო ნათესავები ვართ და ჩვენ ვართ კავკასიის იბერები და ესპანელებიც წინაპრები არიან დასავლეთის ანუ ესპანელი იბერები და ეს ძველი ამბავია ძველმა ქართველებმაც იცოდნენ რომ ჩვენ ნათესავები ვართ აი გიორგი ჩვენ ხო ის ათონის მთაზე ქონდა ის ცენტრები მარტო მონასტრები კი არის მართლასაგან იქ ექვთიმე ცხოვრება წმინდა ექვთიმეს იქ ესეთი ფრაზაა გააბრაზებენ ქართველებს ბერძნები და ექვთიმე აუცო თუ არ მოგინდა თუ წავალ ჩემ ბიზაშვილი ესპანელებთან ანუ ჩვენ რო ეს ბიზაშვილები ვართ ეს დიდი ხანია ვიცოდით არ ვიცი ამ ცოდნის გამოძახილია თუ რა არის აი ბასკური ჩაპელები ახურავთ ამ გოგოებს და ყველაზე საინტერესო რა არის აი რამდენიმე ადამიანს რამდენიმე წელია ვაკვირდები და თავიდან მეგონა რომ მეჩვენებოდი მე ვიცნობ ამ ადამიანებს ანუ ზუსტად ასეთი ადამიანებს პირადად ვიცნობ ეს ძალიან უცნაური არ ვიცი ასეთი ისა ახლა არ მინდა დაიჯეროთ რომ ჩემი სიდიდე რასაც ჩემზე ფიქრობს ის მართალია მაგრამ სადღაც არის სიმართლის მარცვალი იმიტომ რომ რაც ხშირად ვაკვირდები მგონია რომ პირადად ვიცნობ იმიტომ რომ მართლა შემხვედრია ეს ხალხი და აი გიждდები რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა რა ბედნიერია აი დააკვირდით რომ ერთ ფოტოში აი ფოტო ხელოვნება რა საოცრება რომ ერთ ფოტო ეხლა გამოვიდა გურამ თიკანაძის ალბომი უნიკალური ასეთი ფოტო ხელოვანი ყავდა აი მან შემოყარა ფოტო 1963 წელს დაიღუპა და მან შემოყარა ფოტო ხელოვნება რომ ესე იგი ერთი წამი ზოგჯერ რა
გაცილებით მრავალისმეტყველია, ვიდრე შეიძლება ტომები და ისე რა ქვია, სერიები და კინოები. აი შეხედეთ, ერთი წამია ზუსტად. აი ამ გოგოებს შეხედეთ. აი რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება ეს ფოტოა. და იმიტომ რომ დარწმუნებული რომ სულ თავისუფლების ჩვენი თავგადასავალი სიმბოლოში არის თავისუფლება რა. რამდენჯერაც არ დაგვიფხრეს და ვინც არ დაგვიხრა, რამხელა იმპერიები მოგვადგებოდა ხოლმე ამ ერთი ბეწო ქვეყანას და მაინც იმდენი მოახერხეთ რომ თემ სოფლიოში ჩვენ ვართ. გინდა ოპერაში, გინდა ფეხბურთში და ჭიდაობაში ხოსს ჩვენ ვართ და ყველგან და ყველაფერში და ასეთი უცნაური ხალხი ვართ და მე მგონია რომ ჩვენი საიდუმლო რომ გადავჭი არის თავისუფლებაში და აი ამ გოგონს უყურებ სულ ოპტიმისტებს მე მგონია რატო ხარ ეგრე ოპტიმისტი ყველას რომ აი დააკვირდით ამ ფოტოს და იქნებით შემსავით ოპტიმისტები ბოდიში ძალიან გამიგრძელდა მაინც ფიქრობდი რომ მოკლედ მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა იყოს ეს ფოტო არა ამაგარი ახლა რა თქმა უნდა ყველა შეკითხვას უპასუხებ ბატონო დინოზავრებიდან რადგან სათითაოდ მოგახსენებთ ყველაფერს ეხა დინოზავრებს ამბავი კი როგორც გინდათ როგორც თქვენ გენებოთ დაბძანით ახლა როგორ დამამშვენეს მერტო აქეთ ესენი აქეთ აი სხვათაშორის რადგან წამონცდა ნაწილობრივ წამონცდა ეს ფრაზა აკრძალული მაქვს მიგძალავენ მეჩხუბებიან რომ არ თქვაო მაგრამ თქვენ აქეთ მოდით მაინც სულ ვამბობ ხოლმე რომ ამის გამოთვლა პროცენტულად არის რეალური რომ ჩვენ ვართ ყველაზე ნიჭიერი ხალხი დედამიწაზე და მაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ისა მე ხო არ ვამბობ ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ მაგრამ ყველაზე ნიჭიერები ჩვენ ვართ იმიტომ რომ პროცენტულადაც შეგვიძლია დავითვალოთ აი რახან დინოზავრები ვახსენე გეტყვით რომ ვინც დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა იყო პეტრე ჭაბუკიანი ასეთი მეცნიერი და შესანიშნავი ადამიანი და მისი ძმისშვილი იყო ვახტანგ ჭაბუკიანი რომელიც თელს აი რო წარმოიდგინო დედამიწა თელი აღმოსავლეთ ნახევარსფეროს უპირობო ლიდერი იყო ქორეოგრაფიაში ანუ ბალეტში და იმავე პერიოდში თელი დასაიხო რუკაზე ხო გახსოვთ გეოგრაფიის გაკვეთი კლასში რო ეკიდა აქეთ ერთი ნახევარი იქით ერთი ნახევარის უპირობო ბატონი უპირობო ლიდერი იყო ვახტანგ ჭაბუკიანი და დასავლეთ ნახევარსფეროში იყო ჯორჯ ბალანჩინი რომელიც ყველას იტალიელი ეგონა სიამოვნებაში იყო ბანოჯადან გიორგი ბალანჩივაძე ისიც ქართველი ორ ქართველს ჰქონდა გაყოფილი მთელი დედამიწა ეს უბრალოდ ოპერის მაგალითი მოუყავს იმიტომ რომ ბიძამის აღმოაჩინა დინოზავრების ნაკვალევი რო აღმოაჩინა ნუ ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მთელი მსოფლიო დაინტერესდა რომ თან ძალიან ბევრია თუ გინახავთ ხო აი წყალტობა ვინახავთ გადაუხვევთ თუ არა როიწყება დინოზავრების ნაკვალევი აღარ თავდება ძალიან ბევრი იყო ამიტომ ყველას მოუნდა რომ ეს დავამთავრებ თუ დაგღალეთ მალე დავამთავრებ იმიტომ ოღონ არ ვილაპარაკო თორე ის მეშლება ხმანეს რო აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა ყველა რაიკომის დივანს სხვა რაიონებში მოუნდათ რომ იმათაც აღმოეჩინათ იმიტომ რომ უცებ გახდებოდა ჯერ ესეთი შემოსავალი მერე მომსვლელი ტურისტი ნახველი ანუ დიდი ამბავი იქნება ჩამოაკითხავდნენ ხოლმე იმერეთში ამ იმას პეტრე ჭაბუკიანს მიიყავდა დაატარებდნენ კახეთში გინდა სად მოკლეს საწყალი რომ თან ისე რა გეხოცებოდა რომ ჩვენთანაც იქნება ვერსად ვერ აღმოაჩინა ერთი ნაკვალევიც კი და და იქ არის დაკრძალული თუ გინახავთ სათაფლეში დაკრძალეს ბატონი პეტრე რეზო ჭეიშვილს აქვს შვილს კარგად აღწერილი მის თუ გიყვართ რეზო ჭეიშვილს ხო და მოკლედ გადაყვან და მოკვდა ვიკაცე ვერ გამოხსნა ისა რატო იყო მარტო იმერეთში მე ამოვხსენ იმიტომ რომ რატო იყო მარტო იმერეთში დინოზავრი სხვაგან რატო არ ხარობდა იმიტომ რომ დინოზავრები იყვნენ ბალახის ჭამელები და იმერეთში ისეთი კეჟერა ფხალი და ის არის რა ქვია ისპანახი და რატო წასულიყო ეკალა ისეთი ეკალა რომ რატო უნდა გადასულიყო იმერეთიდან დინოზავრი ნაზუქი საჭმელად ქართლში და მით უმეტეს კახეთში ხაშლაბას ხო აშკარად იმერლები არის არა რატო წავიდოდა კახეთში ხაშლამის გამო იმერელი დინოზავრი ხო მაგრამ დინოზავრი არ ჭამდა თორე კაი მწვადი თუ გინდათ შეგიძლიათ ერევანში მიბრძანდეთ კაი კიდე რა გაინტერესებდათ კიდე რამე თუ გაინტერესებთ ყველა შეკითხვას უპასუხოთ ძალიან ხوار გამიგრძელდა რომელი საათია
საინტერესოა. ესე იგი თუ მეტი შეკითხვა არ აქვს, ჩავთვლო ყველაზე იდეალურ აუდიტორიას. დიახ. გაქვთ მიკროფონი მეორე თუ არა გვაქვს? კი ბატონო. ისმენთ დიახ. ეთო. სხვათა შორის ძალიან კარგი შეკითხვა. აი ახლახანს გამოვიდა ლიტერატურა გურულებთან დაკავშირებით, არის ასეთი გურული ავტორი, მწერალი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი ირაკლი მახარაძე, რომელს ისა ნაღდი გურული, აი ოჩიაური ზეგლივოდი და სწოგინახავთ ლანჩხუთში. იმაზე გამძაფრებული გურულია. თავი მიუძღვნა გურიის ისტორიას და ერთადერთი ქართველი მწერალია, ვინც გამოსცეს სხვათა შორის ამერიკაში, იმიტომ მან გამოიკვლია გურული მხედრების ამბავი, ხო ის ამერიკაში წავა. ირაკლი მახარაძე. ასე ქვია პირდაპირ გურიის რესპუბლიკა. მაგ წიგნს და იქ წერია ყველაფერი. ასევე თუ მოგეჩვენებათ, დაბრძანდით, თუ მოგეჩვენებათ ირაკლი მახარაძე. თუ მოგეჩვენებათ, რომ ირაკლი მახარაძე გურულია და ოდნავ აჭარბებს, ლუიჯი ვილარი ჩაიწერეთ იტალიელი. ის ხო არ არის გურული კაცო, იტალიელი კაცია, შეესწრო ამას გაგიჟდა. გაგიჟდა, ესე იგი, აღმოაჩინა, რომ რაზეც კაცობრიო ოცნებობდა, ყველა ნატურა აიხდინეს გურულებმა თელს სოფლიოში პირველებმა. მე მეცაც გეტყვით. თელმა სოფლიომ იცის პარიზის კომუნის ამბავი. პარიზის კომუნა იყო 10 კვირა სინამდვილეში. იქაც იყვნენ ქართველები, მაინც რამეტი ჩარახალხეთ. 3 ქართველი იღებდა მონაწილეობას 1971 წელს პარიზის კომუნის დროს. მაგრამ გურიის რესპუბლიკა პარიზის კომუნისგან განსხვავებით იყო 10 თვე. ისინი იყვნენ 10 კვირა. ამათ უფრო დიდხანს გაძლეს. სხვა შორის, რადგან რუსეთის იმპერია ვახსენეთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი გამონაკლისი არსებობდა რუსეთის იმპერიაში 200 წელი მეტია რაც აქ არიან, ხო არც ერთ რუსმა ქართული არ ისწავლა და არც ერთ რუსი არ გამოგვადგა ჩინოვნიკებს გულ. ერთადერთი გამოგვადგა იყო ვლადიმერ სტაროსელსკი. ასეთი კაცი ჩეველი ყავდა ალექსანდრე ყიფშიძე და ეს ვლადიმერ სტაროსელსკი იყო ილიას ისა ენათესებოდა, მოკლედ ცოლის დის ქმარი იყო. ეთქობა ილიას გავლენა იყო. რო წაიყვანა ჯარი ალიხანოვ ავარსკი იყო, ქართველები უწოდებდნენ ახვარსკის, რას დაუწოდებდნენ. ჯარის ესე გენერალი, რომელსაც დაძრა ჯარი გურიის გასანადგურებლად. და აი სადაც ზესტაფონელი თუ ხართ ვინმე, სადაც თეატრია ზესტაფონში, იქ გადაუდგა სულიკოს ავტორი ვინც იყო მაჭავარიანი. რა გაგიწერეთ იყო მე გულისხმობ მუსიკის სიმღერის ავტორს. აკაკი იყო ხო ვარინკა მაჭავარიანი. ის 9 წყარო იქვე არის ზესტაფონთან. ის გადაუდგა ამ არმიას და ამ გენერალს უთქვა რომ მე თუ გადამივლითო, თორე არ გაგატარებთ გურის ხო იცოდა რომ მიდიოდნენ დასარბევად. ილია აქ ეხვეწებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ილიას ბოკლას გეგმავდნენ და ხა ილიას მინდა უჯერებთ. და იმის мама ვარინკა მაჭავარიანის мама სპირიდონ მაჭავარიანი იყო დიდი გენერალი. ამიტომ იმის შვილი იყო და ამიტომ ვერაფერი ვერ გადააბიჯეს ზეთ და ამიტომ გაბრაზდა ავარსკი და ის პირველი ძველი თეატრი სხვათა შორის აი გაჩეჩილაძეუა ეხლა საქართველოს ბანკის გაჩეჩილაძე იცით არჩილ გაჩეჩილაძე აი ის ბაბუის აშენებული იყო უნიკალური თეატრი ანუ სახალხო თეატრი ფული შეაგროვეს თეატრს და ის დაწვა და მეორე დღეს რა თქმა უნდა ჯარი წავიდა და ეს ვლადიმერ სტაროსელსკი გადაუდგა აი გურის იმასთან აი სადღაც იმასთან რა ქვია ჯაპანარუარი ანუ იქ გადაუდგა ჯარს დააპატიმრეს ან თავისი გუბერნატორი დააპატიმრეს ქუთაის იმერეთის ხო იცი ორ ნაწილად ყავდით გაყოფილი საქართველოს ეგეთი ქვეყანა აღარ არსებობდა ტერმინი არ არსებობდა ვერ იტყოდი რომ საქართველოსთან ვარ უნდა გეთქვა ის ტიფლისკაი გუბერნი ან ის კუტაისკაი გუბერნი აი ეგ იყო კუტაისკაი გუბერნიის გუბერნატორი გადაუდგა დააპატიმრეს და გაუშვეს ციმბირში ეს ვლადიმერ სოროს ჩვენ გადაგვეღობა რა ეს მაინც რომ არ დაუკარგოთ რუსკაც ნუ წარმოშობით პოლონელი იყო მაგრამ რუსეთის სამსახურში მე გაიქცა სხვადასხვა ქართველებმა გააპარეს ციმბირიდან ისე შეუყვადათ ეხა კაცს ესეთი რამე ქონდა გაკეთებული და მე საფრანგეთში ცხოვრობდა და გახდა ფოტოგრაფი ხალხოს იქ არის გარდაცვალ ნუ მოკლედ ეს არის და გურიის რესპუბლიკა ეს არის ირაკლი მახარაძე და ლუიჯი ვილარი თუ მოგეჩვენებათ რომ გურულები აჭარბებენ სხვადასხვა ის ბენია ჩხიკიშვილი რა მაგარი კაცი იყო ხო წავიდან ემიგრაციაში 30 წელი ძალიან ბევრი მე დაბრუნდე რომ აჯანყებაში მიიღოთ მონაწილეობა მათ შორის დაბრუნდა ბენია ჩხიკიშვილი და მინისტრი იყო ევგენი გეგეჭკოვი დაბრუნდა საქართველოში დააპატიმრეს ეგენ
და სუზდალთან სადღაც რუსეთში დახრიტეს და დახრეტის წინ ამ კაცმა ასეთი რამე მოიფიქრა. ხო ის ფოტოებს რომ ნახოთ, სულ გამოპრანჭული და ისეთი ტიპია, მაგარი იყო ეს ბენია ჩხიკვიშვილი. და რო ნახოთ პატიმრობაში რო რა მაგრააცვია, ანუ ბორკილები ადებს ხელებზე, ფეხებზე, მაგრამ კაი გაპრანჭული, ხო ის მაინც ისა თუ გინახავთ აკაკის მოგზაურობა გინახავთ რაჭალეიჩხუბში, ხალხი რა გამოპრანჭულია. 1912 წელია და რო კარგად აცვიათ ნებისმიერ სოფელში. ანუ საბჭოთა ოკუპაციამ რადიკალურად შეგვცვალა. ჭიათურის თეატრში ნახე ეგ ფოტო ოკუპაციამდე და მე ერთი და იგივე ხალხი. ბედნიერი ამ გოგუივით გალაღებული, კაი ჩაცმული და რამდენიმე წლის მერე ოკუპაციამ გაუბედურებული იმითი რა ცივი ჭარით ხელში და იგივე ხალხი და სხვა სახეა. ხო და მოკლედ ისა მოასწრო და საყელო თეთრი საყელო ეკეთა, საყელოზე დააწერა სისხლით თურმე გაუმარჯოს თავისუფლად საქართველოს და ვიღაცას ფული გადაუხადა თურმე რომ იქნებ საქართველოში გამოაგზავნოთ. ესე დახვრიტეს, ზუსტად არ ვიცით რომ სუზდალთან მოხდა ესეც და კიდე რამდენიმე ქართველი იყო იქ. ნუ სულ ტრაგიკული ამბავია. ეს ხალხი, აი ხო გეუბნები, წარმოუდგენელი ამბავია, აგერ მოხდა 100 წლის წინ. ესე იგი მათთვის იდეა როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავისუფლებას, ესე შეეწირნენ. ნუ თვალი არ დაუხამხამებიათ. ისე დაიხოცნენ საქართველოს თავისუფლებას. აი, ბოდიში, კაი ამებზე გადავდივართ, ისე, აბა, კაი შეკითხვა, კაი ამბაში. იქ ისინი ყველა ლეგენდებია, მათ შორის ის მიხეილ წერეთელი, რომელსაც უწოდებდნენ მიხაკო წერეთელს. ეს ის თარგმნელია და აღმოსავლეთმცოდნე შუმეროლოგი უნიკალური მოვლენა, რომელმაც თარგმნა ყველაზე ძველი წიგნი კაცობრიობის ისტორიაში გილგამეში. ანუ ეს არის მისი თარგმანი 1924 წელს გამოსცეს სხვათა შორის სტამბულის იმ ქართულ სავანეში, სადაც ჩვენი მთავრობა რო წავიდა ბათუმიდან სანამ საფრანგეთში ჩავიდოდა სტამბულში ცხოვრობდა მაგ მონასტერში. თუ სტამბულში მოხვდებით, ფერიქო იქვია იმ ყველაზე მეტი ქართული წიგნი ახაც იქ ინახება. ქართულ მონასტერში. ფერიქო იქვია, ფერიქო ნიშნავს ანგელოზების სოფელს. ნუ მაშინ სოფელი იყო, გარეუბანი იყო სტამბულს. ეხლა უკვე ცენტრია, აი ტაქსიმთან თუ მოხვდებით ახლოს არის. მოკლედ იქ ცხოვრობდა ჩვენი მაშინდელი მთავრობა, სანამ მარსელში წავიდნენ და მარსელიდან პარიზში. აბა კიდე რამე თუ გაინტერესებს, დიახ. ქაკუცა ჩოლოყაშვილის ამბავი მერე იყო და იმიტომ რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილის გარდა იმდენი ვერ ვახსენებ იმ ბოდიში მაგრამ ძალიან ბევრი ვერ ვახსენე ამდენი დროს არ მაქვს მაგრამ დანარჩენი ლიტერატურას გეტყვი და იქ წაიკითხეთ თუ გინდა და ქაკუცა ჩოლოყაშვილის ამბავი მერე მოხდა ანუ ოკუპაციის მერე ქაკუცა ჩოლოყაშვილი მანამდე მთელი 3 წელი გითხრათ რა საკეთებდა რითი იყო ცნობილი გითხრათ ცეკვით იყო სწორუპოვარი მოცეკვავი ანუ იმიტომ რომ დამოუკიდებლობამ ისე გაახარა ქაკუცა ჩოლოყაშვილი სადაც კი ქართული სუფრა იშლებოდა თუმცა ძალიან მაგრად ცეკვავდა და ჯერ ხო გინახავთ ფოტოები რომ ისე უხდებოდა ჩოხად აღნაგობდა ისეთი იყო და ცეკვავდა და რომ დაგვიყვეს 21 წელს ქაკუცა ჩოლოყაშვილი აღმოჩნდა სიამბლეში ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი აღმოჩნდა ადამიანი რომელს თავის-თავზე აიღო ლიდერობა იმიტომ რომ მე ისინი დაახვრიტეს აი ხო გითხარით ხო გაჩვენეთ ის კოტი აფხაზი და დანარჩენები რომ დაახვრიტეს მე აიღო თავის-თავზე გახდა ამ ეროვნულ გამათავისუფლების მოძრაობის ლიდერი სამწუხაროდ მისი ბრძოლაც დამთავრდა ტრაგიკულად იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა საქართველოს წავიდა საფრანგეთში და 1931 წელს ამ ჭრილობებისგან და ნატყვიარებისგან მალე გარდაიცვალა ბევრი რამე დაემართა მაშინ იმას ვერ კურნალობდნენ რა ერქვა მაგას ტუბერკულოზის ჭლექი ანუ ჩვენ და ვერ ხდა ეტყობა ჭრილობებიც და 1931 წელს გარდაიცვალა ქაკუცა ჩოლოყაშვილი რა თქმა უნდა უზარმაზარი მოვლენა მაგრამ არა დამოუკიდებლობას თავის გმირები ყავდა ქაკუცა ჩოლოყაშვილი რა თქმა უნდა დიდი გმირია მაგრამ მერე უკვე ოკუპაცია რო 1921 წლის მერე არის გახდა ლიდერი თორემ მანამდე სხვა ლიდერები ყავდა კიდე რა გაინტერესებს სხვათა შორის კარგი მოგონებები აქვს სულხან ეს ბოდიში ალექსანდრე სულხანიშვილი ყავდა შეფიცულთა რაზმი რო ყავდა იმის წევრი იყო და იმან ძალიან მაგარი მოგონებები დაწერა და თუ თქვენ გაინტერესებთ ქაკუცა ჩოლოყაშვილი აი ნამდვილი ქაკუცა როგორი იყო ანუ ქაიხოსრო იქ უწერია ძალიან მაგრა ასეთი დეტალია გიჟდები ერთხელ ქაკუცა წასული იყო სადღაც ტყეებში არიან კახეთის და იმ სოფლიდანო ახლოს ხინკალი მოგვიტანეს
და ჩვენები ხო დამშეულები ვიყავითო და ისა ისე ჩქარჩქარა შეჭამის ხინკალები, მაგრამ გამახსენდა რომ ქაფუცა ძალიან უყვარდა ხინკალები და 5 წელი ჩოხის კალთაში ჩავდე და გადაურჩინეო და სულ მეტირებოდა მოსული და წარმოდგინე ტყეში ქაფუცა ჩოლოყაშვილი ესე სიმხინკალსო და ჯიბეში იმის უბეში იმის რა ქვია ჩოხის უბეში გადაუნახეო ალექსანდრე სულხანიშვილი სხვადასხვა დიდხანს იცოცხლა მე ამერიკაში და ის მაგის ისა პაატა ნაცუშვის გადასცა ჟურნალისტ და ჩამოიტანეს მისი ქამარხანჯალი ალექსანდრეს ჰქონდა კალიფორნიაში იქ ინახავდა დროშას და იმ ქამარხანჯალს ალექსანდრე სულხანიშვილი როგორ მოკვდა იცი დააბრუნდა საკუთრებად რომ ჩამოვიდა მიწას რო აკოცած ეტყობოდა და წამოიდნენ რამდენი ათეული წელი ელოდა სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და გარდაიცვალა ძალიან იყო იმიდან მე მგონი მატანი ხო ნუ კაკუცა მატანი ქვია ისო კაი კიდე რამე დიახ დიახ მართლა ხა ეს ხათაშოვის ხო იცით კახეთში იყო მთელი რეგიონი და სადაც ჩემი წინაპრები ჩასახდნენ არის ქარელის რაიონში ეს უნიკალური სოფელი და არ ყავდათ ბატონი და როგორც ჩანს ესე ბევრი თქმულება ქვია მოხისი ამ სოფელს და ბევრი თქმულება და ლეგენდა ასეთი ლეგენდა არსებობს კიდე რამდენიმე სოფლის შესახებ და არსებობს ინგლისში სხვადასხვა სოფელი გოთემ ქვია რომელიც შესახებაც ზუსტად იდენტური თქმულებებია როგორც ჩანს ან გადასახადების გადახდა აუცილებლად ან რაღაც სხვა ფაქტორის გამო იმ სოფელსაც ესე ქვია ინგლისში ეს ერთ-ერთი სოფელი რომელიც არ ემორჩილებოდა სამეფო კარს ანუ არ იხდიდა გადასახადებას ხო და ნუ თავისუფლები იყვნენ ქიზიყი ხო იცი მთელი ესე კახეთში იყო მთელი კუთხე რა ნაწილი და აქ ქართლში ეს სოფელი ესა სადაც ჩემი წინაპრები ჩასახდნენ მე-17 საუკუნეში და ეხლა სიმართლე გითხრათ რომ არ ვიცი გენეტიკა ხო იცი მიხეილ ჯავახიშვილის ბრალდებები რო წაუყენეს ერთ-ერთი იყო გენეტიკა ხო იცი რომ საბჭოთა მისთვის რა ქვია გენეტიკა ძალიან საშიში მეცნიერება იყო მაგრამ მე დარწმუნებული რომ გენეტიკა არის სხვა შორის მარო მაყაშვილის დღიური გამოვიდა ამას წინათ წარვადგინე საფრანგეთში და ისე გამიხარდა იქ ვიყავი გავგვიზდე ჯერ ძალიან კაი გამოცემულია და მეორეც რა ვიფიქრე ეს რასაც დიდი ხანია ვფიქრობ რომ მაგალითად თელმა სოფლიო მიცის ანა ფრანკის დღიული ასეთი გოგო იყო პატარა გოგო საბრალო ამსტერდამში იმალებოდა ხო იცით აი საოცარი ისტორია დიდხანს 2 წელი და მეტი და მე მაინც ჩაუშვა ვიღაცამ და აღმოჩნდნენ მთელი ოჯახის საკონცენტრაციო ბანაკში მამა გადარჩა სხვათაშორის და იმან გამოსცა ეს დღიურები ამ გოგოს დღიურები და თვითონ ვერ გადარჩა ეს გოგო 14 წლის შეიძლება არც იყო ან 13 იყო და ანა ფრანკოს დღიურებზე და ხო და მთელი სოფლიო მიცის იმიტომ რომ მართლა საოცრებებს წერს ეს გოგო სხვათაშორის მე რომ ბავშვობაში მქონდა წაკითხული საბჭოთა პერიოდში ის თურმე არის შემოყალებული და საბჭოთა ვერსია მე გამოვიდა ეხლახანს გამოვიდა სრული და ნამდვილი ვერსია როგორც ჩანს მამასაც არ უნდა და შეიძლება რომ სრული ვერსია გამიტომ იქ ისეთი დეტალებიც არის სხვა შორის ჩვენ მაროსაც აქვს პირადი ცხოვრების ამბები და სულ მინდოდა რომ მაროს მაყაშვილი აი სულ ფიქრობდი რომ ანა ფრანკი თუ ყველა მიცის ფენსობრები მარო მაყაშვილი რატო არ მიცოდეს მე მეცაც გეტყვით მე მინდა იმდენი გამზადებული ისტორია გვაქვს 200 არხი გვაქვს ყოველდღე გადის ამდენი იდიოტური სერიალი იმისი სხვა ქვეყნების რაღაც კრეტინობები როგორ არ შეიძლება რომ ამდენი ენერგია სხვას რო ვახმართ მოვახმაროთ საკუთარ ისტორიას და კინოებს თუ ვერ ვიღებთ ფილმებს აი რაღაც სერიალები მაინც შექმნათ იგივე მარო მაყაშვილზე მე დავდივარ ხოლმე 25 თებერვალს შალვა ერისთავი ყავდა ეგეთი რომელიც ისა მარო მაყაშვილივით დაიღუპა იქ რა ქვია ტაბახმელას შალვა ერისთავი აი მოძებნეთ შეგიძლიათ მოძებნოთ გაჩვენებთ ბიჭს 21 წლის ბიჭი იყო ეს შალვა ერისთავი არის პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი და თან იუნკერიც იყო და წავიდა და ომის დროს გადაეღობა რუსულ ტყვიამფრქვევს უკვე ხო იცი ქონდათ ეს ტყვიამფრქვევი მაქსიმკა თუ რაღაც ჯანდაბა ქვია შალვა ერისთავი აი ნახეთ რა ბიჭი არის დაკრძალული ვერის ბაღში დანიელ ჭონქაძის გვერდით ეს ხო აბა აი ეს არის ეს შეგიძლიათ აი ეს არის შალვა ერისთავი აი ეს აი ნახეთ რა ბიჭია თუ გაადიდებთ 21 წავიდა და რამდენი ქართველი გადაარჩინა გადაეღობა ტყვიამფრქვევს რუსულ ტყვიამფრქვევს და 21 წლის ბიჭი მოკვდა გოგო ყავდა შეყვარებული
ხო ის აღარც გათხოვილა მე ნინა ჭავჭავაძე ქსნის ერისთავების ჩამომავლები იყო ეს ბიჭი დაკრძალულია ჩუმად დაკრძალეს ვერის ბაღი ხო იცით იყო სასაფლაო სინამდვილეში და მე საბჭოთა პერიოდში გააუქმეს სასაფლაო და იქ რაც საფლაოების ქვები იყო პატარა რო ვიყავი კინიკური და ხომ ცირკში რომ ვიყავდი ის დედაჩემს კიდეზე ვავდიოდი კიდეზე ეწერა სახელი და გვარი მეთქი რა სახელი თუმცა საფლაოვის ქვებია და გამოიყენეს ცირკის დროს იქ რა ქვია კიდეებზე და მაშინ ერქვა ეხლა რომ თამარ მეფის ქვია ჩელუსკინელების ხიდზე იქაც ეს ქვები გამოიყენეს გერმანელ ტყვებს აშენებინებდნენ სხვადასხვა ხო და ესე იგი ის ქვებია და დატოვეს მხოლოდ რამდენიმე საფლავი მათ შორის დატოვეს დანიელ ჭონქაძე ასეთი მწერალი ყავდა 30 წელს მოკვდა აი სურამის ციხევის დაწერა და იმის გვერდზე დაკრძალეს ოჯახის წევრებმა ეს შალო ერისთავი ოღონდ ზედ არაფერი არ ეწერა მთელი 70 წელი მეტ რომ არ მოეთხარათ ბოლშევიკებს ეს ხელისუფლებას და რომ დაემახსოვრებდნენ და იცოდნენ რომ დანიელ ჭონქაძეს ვერ ამოთხრიდნენ რა ანუ მანამდე მოკვდა 1860 წელს მოკვდა დანიელ ჭონქაძე იმას ვერ ამოთხრიდნენ ხალხოსანი იყო და ამიტომ დატოვეს და ამ როგორც ნიშანი რომ მე რომ დადგებოდა დრო საქართველოს რომ გახდებოდა და რომ მოეძებნათ ნათესავებს შალო ერის და ნათესავებმა მითხრეს მე რომ იქ არის დაკრძალულია და მე სულ იქ მივდივარ 25 თებერვალზე კიდე რამდენი ისტორია ეგეთი აი წარმოიდგინეთ მაგრამ მაყაშვილზე კი არა და მაგ პერიოდზე რომ ან ფილმები გადავიღოთ ან სერიალები გადავიღოთ სხვა შორის მე ვწერ მაგაზე წიგს იმიტომ რომ აი მარო მაყაშვილიც არის რა თქმა უნდა პერსონაჟი და კიდე ბევრი მარტო მარო მაყაშვილი დაგვამახსოვდა იმიტომ რომ იყო კოტე მაყაშვილის შვილი მაგ დროს იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მისი მამა პოეტი და სხვადასხვა დღიურების გამო და დაკრძალეს იქ აი ხა სადაც პარლამენტია იქ დაკრძალეს მარო მაყაშვილის და სხვაებიც სხვათა შორის და მე მათი საფლავები გაქრა იმიტომ რომ ის რომ დაანგრიეს ის ტაძარი მე მოასწორეს ის ადგილი და ხა საფლავები აღარ არის მაგრამ ვიცით რომ იქ არიან დაკრძალულები